მოგესალმებით. აა ვაგზავნებთ ჩვენ ღამის ლაივებს და დღევანდელი ლაივი მექნება ძალიან სპეციფიკურ თემაზე, რომელიც ძალიან ხშირად ვთქვათ, ჩდება, როცა მიდის დისკუსია, თქვათ, ლიბერტარიანებს შორისა და რომელიღაც მემარცხენეს შორის. და ამბობენ ხოლმე ეუბნები, რომ აი გადასახადები უნდა დავწიოთ, ან მაგალითად რაღაც რეგულაციები გავაუქმოთ. და ამაზე რაღაც მომენტში გაჩნდება რა ბაზარი დაარეგულირებს? არა, ბაზარი ყველაფერს ვერ დაარეგულირებს. და არის ხოლმე ხშირად რომ აი ნახე რაც უდი შედეგი დადგა თქვენმა ბაზარმა ვერც ვერაფერი ვერ დაარეგულირა. აი ესეთი არგუმენტები ჩნდება. და წინასწარ დაგასპოილერებთ რომ როგორც წესი ასეთი არგუმენტი სერიოზულად გამოიყენება იმ ადამიანების მხრიდან, რომელმაც ზოგადად არც იცის რაზე საუბრობს და რა არის საბაზრო ეკონომიკა. მე გამიგია ასეთი მათ შორის საბაზრო ეკონომიკის მხარდამჭერების მხრიდანაც როცა ასე ამბობენ და ოპონენტების მხრიდანაც და ყოველ ჯერზე როცა შევსვლოთ დისკუსიაში თუ ეს სერიოზულად გაჟღერებული არგუმენტი იყო და არ იყო ხუმრობა შედეგი იყო ის რომ ვლინდებოდა რომ ადამიანს რაღაც არ იცის უბრალოდ არ იცის როგორ ეს მუშაობს მაგრამ სანამ უშუალოდ ამ არგუმენტს მოვყვებით დავიწყებ ისტორიიდან ხო დამავის და ბუნებრივია რომ ჩემი ლაივები არა როგორც გახსოვთ გრძელდება სანამ უბრალოდ მანამ სანამ 100 ლაიქი მინიმუმ გროვდება ამიტომ მოგიწოდებთ დალაიქოთ ჩემი YouTube-ზე ლაივი და იმედია მოგეწონებათ რომ 100 დაგროვდეს. ესე იგი საიდან დავიწყოთ? იდეაში სანამ უშუალო თემას მიუდგებით, ცოტა რაღაც ისტორიას უნდა გადავხედოთ და ასეთ უცნაურ მოვლენას შევხედოთ, რომელსაც ეკონომისტი იყო ფრიდრიხ ჰაიკი, რომელმაც დაარქვა სპონტანური წესრიგი. რა არის სპონტანური წესრიგი? აი მაგალითად ყველაზე კარგი მაგალითია ამ სპონტანური წესრიგის არის ენა. ენა არავის არ მაგათ ქართული ენა არავის არ გამოუგონებია, ანუ არ არის ადამიანი, ვინც თქვა რომ მოდი ახლა ქართული გამოვიგონო. მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითონ ქართული არის რაღაც სტრუქტურირებული ენა, თავისი წესები და ამ შემდეგ. ცალკეული წესი თუ რომელიღაც სიტყვა ან სიტყვის გამოყენების რაღაც წესი რომელიღაც ადამიანის გაკეთებულია, შეიძლება ვიღაცამ შემოიტან რაღაც ტერმინი ახალი ქართულში, ვიღაცამ რაღაც სიტყვის დეფორმირება იმგვარად გააკეთა, რომ ეს სხვებმა იგივე გამოიმეორეს და ახლა მაგალითად სხვანაირად ვიყენებთ ამ სიტყვას, ვიდრე მაგალითად ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. გრამატიკის წესი, რომელიღაც ლინგვისტმა ჩაწერა, შეიძლება მერე შეცვლილიყო. და თითოეულ ამ ცვლილების უკან იქნება კონკრეტული ადამიანი, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დგას, ვინც უშუალოდ ეს მთლიანი სისტემა შექმნა. და ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს წესრიგი, რომელიც სპონტანურად ბევრი სხვადასხვა ადამიანის მოტივების შედეგად ჩამოყალიბდა. და ამას არ ყავს ვინმე ერთი ადამიანი ან ვინმე ვინც ამ პროცესს ასე ვთქვათ მართავს და ენა თან ვითარდება სულ ნებისმიერი ენა ვითარდება დღევანდელი ქართული მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან რასაც ლაპარაკობდნენ მაგალითად 50 წლის წინ კიდევ უფრო განსხვავდება 100 წლის წინანდელ ქართულთან შედარებით და ასე შემდეგ. ასე ამიტომ ენა არის ასეთი სპონტანური წესრიგის ეტალონური მაგალითი. ამასთან თვითონ ენას რაც ეხება, ენას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს და ზოგადად ლაპარაკობთ, იმიტომ რომ გავამარტივოთ ურთიერთგაგება და ჩვენი ცხოვრება გავხადოთ მარტივი, ანუ ვცადოთ, გადავცეთ ჩვენი ემოციები, თუ ჩვენი იდეები, პოზიციები, არგუმენტები ვერბალურად. ნაკლებად გამოვიყენოთ მუშტი, მაგალითად არ ვიჩხუბოთ ქურდული გარჩევა იქნება თუ დიპლომატია ფუნქციას ასრულებს, რომ არ დაიწყოს რაღაც ტიპის ფიზიკური დაპირისპირება. რომ უკეთესად გავიგოთ და ვითანამშრომლოთ, ვივაჭროთ და ასე შემდეგ. ამასთან, როცა ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ, ხშირად ენის დეფორმირება ხდება ხოლმე. ანუ ენის თავარი ფუნქცია არის, რომ გავუგოთ ერთმანეთს, მაგრამ თუ თავდაპირველი მიზანი არის, რომ დავაბნიოთ ერთმანეთი, ენას, ასე ვთქვათ, იყენებენ იმ არასწორად, ანუ წესების საწინააღმდეგოდ და უცვლიან სიტყვებს შინაარს. მაგალითისთვის, როცა თქვენთან მოდის თაღლითი, ის რაღაცებს გეუბნებათ, რაღაც სიტყვებს, მაგრამ იმის უკან სულ სხვა შინაარსი დგას და სიტყვებს იყენებს ხშირად საწინააღმდეგო შინაარსით. მაგალითისთვის
მას შეიძლება გითხრათ, რომ რაღაც ტიპის შეთანხმება არის მომგებიანი და ასე შემდეგ, მაგრამ არ შევიდეს დეტალებში, ან უბრალოდ საერთოდ არაფერი არ მოყვეს მეტი, იმიტომ რომ სიამდვილეში ის წამგებიანია და წამგებიან რაღაც შეთანხმებას დაარქმევს მომგებიანს. აი ეს ენის დეფორმირება ძალიან გავრცელებულია მაგალითად ბიუროკრატიულ ენასაც ეძახიან. რა არის ბიუროკრატიული ენის სპეციფიკა? თუ დააკვირდებით როგორ ლაპარაკობენ ბიუროკრატები, ბიუროკრატს არ აქვს ხოლმე მიზანი რაღაც მოგების მაქსიმიზაციის, რამე ახალი შექმნის, მაგრამ მას აქვს ყოველთვის შიში, რომ მას დასჯიან. მან კორუფციისთვის, რაღაც მოვალეობის არასათანადო შესრულებისთვის და შემდეგ სხვა მხრივ ყოველთვის ბიუროკრატი დაცულია. ძალიან რთულია მაგალითად მისი სამსახურიდან გაშვება, უბრალოდ იმიტომ რომ არის განსაკუთრებულად მოტივირებული. თუ კერძო კომპანიაში პირიქით დასაქმებელი ეძებს მაგალითად მოტივირებულს, რაღაც კვალიფიცირებულს და ასე შემდეგ, ბიუროკრატიაში თუ მოხდები, საკმარისია რომ რაღაცები არ გააფუჭო, არ დააზიანო და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება შეიძლება იქ გაატარო. ამიტომ ბიუროკრატიული ენა იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მაქსიმალურად აარიდოს ადამიანს პასუხისგებლობა. აი რომ მოგისმენიათ ადამიანი დიდხანს ლაპარაკობს და არაფერს რო არ იტყვის. არც ერთ კონკრეტულ ფრაზას რო არ იტყვის. ანუ ფაქტობრივად ეს არის რაღაც სიტყვების ერთობლიობა, რომლის მიზანია აზრი არ გადასცეს. ანუ ბიუროკრატიული ენა სიამდვილეში ენის არს ეწინააღმდეგება და პირიქით ბიუროკრატი როცა ლაპარაკობს, როცა რაღაც იმის ნაცვლად რომ პირდაპირ გითხრათ რა სურს, რა მიზანი აქვს, რა ჩანაფიქრი აქვს, აკეთებს ყველაფერს, რომ არაფერი არ თქვას. პოლიტიკოსებსაც ხშირად ახასიათებს ეს, მაგალითად, როცა პოლიტიკოს არ უნდა გაანაწყენოს რომელიღაც ამორჩეველი, ის არ ამბობს არაფერ კონკრეტულს. აი დაუშვათ, თუ მოდის და პოლიტიკოსი და ამბობს, რომ მე თქვენ მოგცემთ ფულს და ვიღაცას გაუხარდება. მაგრამ თუ არ იტყვის რის ხარჯზე მოგცემთ ფულს, ხო? გამოვა რომ რაღაცნაირად ნახევრად სიმართლე თქვა, ხო? მაგალითად, მე დავბეგრავ მოსახლეობას და ვიღაც ადამიანებს მისცემ ფულს. ეს იქნებოდა რაღაცნაირი სწორი წყობა წინადადების, ხო? იმიტომ რომ მე მოგცემ ფულს, იგულისხმება რომ ჩემი ფულია და მე მოგცემ. მაგრამ ფაქტობრივი გარემოება, მე წავართმევ ერთ ადამიანთა ჯგუფს და მეორე ადამიანთა ჯგუფს ამ ფულს მივცემ. მაგრამ როდის გაგიგიათ რომ პოლიტიკოსი ასე ლაპარაკობდეს, რომ იცით რა, მოდი ახლა მე წაგართმევთ ფულს და მე ვიღაცას მივცემ ამ ფულს. ანუ სიამდვილეში პოლიტიკოსების, ბიუროკრატებიც ხშირად იყენებენ იმგვარად ენას, რომ სიამდვილეში საწინააღმდეგო მიზანს მიაღწიონ და არ გახადონ ნათელი რაზე საუბრობენ. იგივე შეიძლება მაგალითად იურისტებმაც გამოიყენონ სხვადასხვა მაგალითად კონტრაქტებში მიზნის დასამალად თუ ბოროტი მიზანი აქვს მაგალითად ასეთი ტიპის კონტრაქტს გაფორმებას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ზოგადად სიტყვების შინაარსის დამახინჯება არის იდეოლოგიურ ბრძოლაში. მაგალითისთვის მაგალითად წინ ლაივში მე ვსაუბრობდი შრომით უფლებებზე და ყველაზე გავრცელებული ამბავია, როცა იძულება ან მონობა გამოიყენება ამ სიტყვების საწინააღმდეგო მნიშვნელობით. მაგალითისთვის, მონობა ნიშნავს, როცა მე თუ აღმოჩნდი მონურ მდგომარეობაში, ესე იგი მე არ მაქვს უფლება გამკარგო ჩემი სხეული. რაღაც ფორმით, მაგალითად, დამიჭირეს, ჩამსვეს რაღაც ციხეში და ძალით მამუშავებენ. ეს იქნება მონური მდგომარეობა, იმიტომ რომ მე არ შემიძლია თქვა, რომ მე ეს არაფერი არ მომწონს თქვენი ეს ციხე და წავედი სახლში. ამის უფლება არ მაქვს. არ მაქვს უფლება რაღაც გამოვხატო ჩემი აზრი და ასე შემდეგ. რაღაც უფლებები შეზღუდული მაქვს, რაც თავარია ჩემი ცხოვრების განკარგვის უფლება მაქვს შეზღუდული. მეორე მხრივ იძულება, ხო? ან ძალადობა. ძალადობა არის, როცა რაღაცას ცემ. ისა მონას რო დაარტყავ ჯოხს, ძალადობა. როცა ადამიანები ეზოში ჩხუბობენ, ისინი ძალადობენ ერთმანეთზე. როცა ომი მიდის, ჯარისკაცები ერთმანეთზე ძალადობენ. სხვა ტიპის ძალადობა არსებობს, მაგრამ ყოველ ჯერზე ძალადობა გულისხმობს ფიზიკურ ძალადობას. მაგრამ ძალიან ხშირად თუ დააკვირდებით, როცა საუბარია სხვადასხვა პოლიტიკურ წესრიგზე, იდეებზე, მაგალითად მონურ მდგომარეობას ეძახიან ადამიანს, რომელიც რაღაც მუშაობს, რომელიც კომპანიაში. იმას კომპანიაში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დღეს ადგეს და წავიდეს. ნებისმიერ დღეს უარი დამსაქმებას. ანუ ის სრულიად თავისუფალია ფიზიკურად სხეულის გამოყენებაში, თუ მაგალითად თავისი აზრების დაფიქსირებაში და სიტყვის თავისუფლებაში. არ მოგწონს, ადექი და თქვი. თუ
თქვინა წადის სამსახურიდან შემდეგ, იმიტომ რომ თვითონ ნებისმიერი შრომითი ურთიერთობა გულისხმობს ნებაყოფლობითობას. ანუ მონობა ნებაყოფლობითობის საწინააღმდეგო ტერმინია. შრომითი ურთიერთობა პირიქით მხოლოდ ნებაყოფლობითობას ნიშნავს. და ამიტომ ნებაყოფლობითი ურთიერთობა ყოველთვის დადებით კონოტაციას შეიცავს, მონობა ნეგატიურ კონოტაციას. მაგრამ რა შეება არაკეთილსინდისიერი, თქვათ, იდეოლოგი თუ პოლიტიკოსი, რომ მაგალითად მოატყუოს ამორჩეველი. დაუშვათ არის რაღაც ტიპის შრომითი ურთიერთობა, რომელიც ერთ-ერთი მხარე არის თლად ბოლომდე კმაყოფილი. მაგალითად, დასაქმებულს არ აწყობს ხელფასი. უნდა რომ მეტი ხელფასი ქონდეს. პოლიტიკოსი ამას უყურებს და უნდა ამ დასაქმებულის გული მოიგოს, მაგრამ რა შფაშია პოლიტიკოსი შრომით ურთიერთობასთან, ხო? ადამიანები შეთანხმდნენ, რადგან შეთანხმდნენ, იმას ასრულებენ. თუ არ მოსწონთ პირობები, ახლიდან შეთანხმდებიან, ან დაშორდებიან ერთმანეთს. სხვა არანაირი ალტერნატივა არ არსებობს შრომით ურთიერთობებში, იმიტომ რომ ნებაყოფლობითი ურთიერთობა ვიღაც დასული ადამიანებს. მაგრამ პოლიტიკოსი ამას უყურებს და ეუბნება, შენ ძვირფასო დასაქმებულო, შენ ხარ მონურ მდგომარეობაში, შენ ექსპლუატაციას უწევენ. ეს ფაქტობრივად არასწორია, იმიტომ რომ სიტყვების გამოყენება იმგვარია, თუ სწორად ვიყენებთ, რომ მონობა უნდა ნიშნავდეს, რომ მას არ აქვს უფლება მაგალითად სამსახურიდან წავიდეს, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, რომ მას არ აქვს უფლება დააფიქსროს თავისი პოზიცია და თქვა გალანძღოს ხელმძღვანელი, იმიტომ რომ რა ვიცი ვიღაცა ცემს სანაცვლოდ. აი ამას ნიშნავს ხო მონობა? მაგრამ ვინაიდან ადამიანი ზოგადად უკმაყოფილო თავის სამსახურით, რაც უკეთესი უნდა და ჩვენ ზოგადად ყოველს უკეთესი გვინდა, მას შეიძლება თქვა ის მოტყუდეს მარტივად, ემოციურად მოეწონოს, რომ კი, იცი რა, მე მონურ სამსახურში ვარ და უნდა განათავისუფლო, უნდა დამიცვა და აი ეს რაღაც მონათფლობელს რამე უნდა უქნათ. და ფაქტობრივად ასე სიტყვების დამახინჯებით ხდება ემოციაზე თამაში, ანუ არა სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, არამედ იმ ემოციით, რომელსაც ამ სიტყვას მოყვება. აი მონობას ხო ცუდი ემოცია მოყვება და უკმაყოფილო თანამშრომელსაც ცუდი ემოცია აქვს და ემოციური კონტაქტი ხდება, არა ლოგიკური, არა შინაარსზე დაფუძნებული, არამედ ემოციური. და ფაქტობრივად სიტყვებს ვიყენებთ ამ სიტყვების რისთვისაც შექმნილი ეს ენა საწინააღმდეგო მიზნით, ანუ თუ სიტყვების თავარი ფუნქცია ჩვენ ემოციის იქით ერთმანეთს აზრი გავაგებინოთ, იმიტომ რომ მაგალითად ემოცია სიმღერით, მელოდიით უკეთესად შეიძლება გადმოვცეთ, ან შეიძლება ჟესტიკულაციით, ცეკვით გადმოვცეთ უკეთესად, ნახატით გადმოვცეთ, ანუ ემოციის გადმოსაცემად ბევრი კარგი სხვადასხვა საშუალება გაგვაჩნია. ენის სპეციფიკა არის, რომ შინაარსი გადასცე, მაგრამ რადგან ნებისმიერ სიტყვას თავისი ემოციური ფაქტორიც თან ახლავს, ადამიანი შეიძლება მოტყუდეს, რომ მაგალითად ცუდ ემოციურ მდგომარეობაში რაიმე ცუდი კონოტაციის მქონე სიტყვა გამოიყენო და მოატყუო, გეგონება ეს სიტყვა შინაარსობრივადაც ამ სიტუაციას ერგება. მაგალითად თქვა, რომ შენ თუ ვიღაცას და ვაჭრობ და აი მაგალითად წამოვიდე ორი ადამიანია, ერთი კარგად ვაჭრობს, მეორე ცუდად ვაჭრობს და აი ვინც კარგად ვაჭრობს, იმან რაღაც ხან ასე გამოივაჭრა სიტუაცია, ხან მეორე და ის მეორე ხედავს, რომ აი არ გამომდის რა ეს ვაჭრობა ჩემი არის და აი ცუდად გზნობს თავს და ვიღაც ეუბნება ეს შენზე ძალადობენ. ეს ძალადობა არის და ის ხდება, რომ რაღაც ძალადობაა, ჩემზე აი ძალადობენ, იმიტომ რომ აი ხან ასეთი არგუმენტი მითხრა, ხან ისეთი მითხრა და აი შევწუხდი. ხო შევწუხდი, ანუ შეწუხების ემოცია მაქვს. ძალადობაც რაღაც ცუდ ემოციას გულისხმობს და ამიტომ ადამიანი იღებს და ანუ აფერისტი თქვა პოლიტიკოსი იღებს და ამ ცუდი ემოციის მქონე სიტყვას უკავშირებს იმ მდგომარეობას, რომელსაც ის მისი მსხვერპლი, ასე თქვა, იმყოფება და მე არ წუნებს, რომ თურმე ის რომ ის დამარცხდა ვაჭრობის დროს, ან მაგალითად ვაჭრობის დროს რაღაც ისეთი შედეგი არ მიიღო, რომელიც მას სურდა, ეს იმიტომ რომ მასზე იძალადეს. ეს არის ძალიან გავრცელებული ხრიკი და ფაქტობრივად თუ ჩვენ წამოვიგენთ რომ სიტყვებს ასე ვიყენებთ, ანუ სიტყვებს შინაარსი თუ არ გააჩნია და ნებისმიერ სიტყვა შეიძლება ნებისმიერ ამას ნიშნავდეს, ბუნებრივად ჩვენ დაბრუნდებით ქვის ხანაში, ან კიდევ უფრო ადრე, როცა კომუნიკაცია ფაქტობრივად იყო შეზღუდული, რაღაც ჩვენი ჟესტიკულაციით და პრიმიტიული, როგორც შიმპანზეებს აქვთ რაღაც ტიპის კომუნიკაცია და ახლობით იგივე. ანუ თავარია რაც ჩვენ გამოგვიყვანა ცივილიზაციისკენ, ხო? ჩვენმა უნარმა ერთმანეთს გავაგებინოთ რაღაც აზრი. ხოლო სიტყვების დამახინჯების ფუნქცია არის უკან დაგვაბრუნოს და თუ გახსოვთ ჩემი ლაივი, სადაც მეყვებოდი, რომ სოციალიზმი ეს არის ჩვენ ბუნებრივ არქაულ მდგომარეობაში დაბრუნება.
ანუ სოციალისტური აზროვნება ეს არის აზროვნება, რომელიც ებრძვის ცივილიზაციას. და აი ასეთ სოციალისტები ამახინჯებენ სიტყვებს და სიტყვების დამახინჯებით ცდილობენ დაანგრიონ ის წესრიგი, რომელზეც დგას კაპიტალიზმი. ნუ კიდე ერთი მაგალითი და შემდეგ საკითხზე გადავალ არის მაგალითად ინტელექტუალური საკუთრება. ინტელექტუალური საკუთრება საერთოდ არ არის საკუთრება, ეს არის პრივილეგია, რომელიც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ანიჭებენ, რომ შეიზღუდოს სხვა ადამიანების საკუთრების უფლება. მაგალითისთვის, ინტელექტუალური საკუთრება მუსიკაზე, ეს არის პრივილეგია მუსიკოსის ან მომღერლის, რომ მე ვერ გამოვიყენო ჩემი სურვილისამებრ, მაგალითად, ჩემი კომპიუტერი ან დისკი ან რაღაც სხვა მოწყობილება, რომელიც დამეხმარებოდა რაღაც ინფორმაციის გადაცემაში, რომელსაც ჩვენ ვეძახით სიმღერას. ანუ სიამოვნებაში დაფიქრდეთ, როგორ რაში გამოიხატება ინტელექტუალური საკუთრება, ეს არის საკუთრების უფლების შეზღუდვაში, ანუ ფიზიკური საკუთრება იზღუდება, იმიტომ რომ ვიღაცას აქვს პრივილეგია. მაგრამ სიტყვა პრივილეგია არის ძალიან ნეგატიური, რო თქვა მუსიკოსებს მივანიჭოთ პრივილეგია, მეცნიერებს მივანიჭოთ პრივილეგია, ხალხს არ მოსწონს. ამიტომ ეს პოლიტიკურად რთულად გატანადი პროცესია, მაგრამ რო ამბობ რომ ეს არის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება, ეს რაღაც უფლებას პოზიტიური კონოტაცია აქვს. ამიტომ შენ თუ ამბობ რომ ინტელექტუალური საკუთრება არის ბოროტება, აქ რაღაც ადამიანს პრობლემა უჩნდება, რომ ინტელექტუალური კარგი სიტყვა, საკუთრება კარგი სიტყვა, ესე იგი ინტელექტუალური საკუთრებაც რაღაც კარგს აღნიშნავს და ვიღაც მოდის და ამბობს რომ მოდი ეს გავაუქმოდო. არ იქნება ეს კარგი. ამიტომაც პოლიტიკურად შეიძლება პრივილეგიის ნაცვლად დაარქვა პრივილეგიას ინტელექტუალური საკუთრება, ამას მარტივად გაიტანა ხალხი მოტყუდება, იმიტომ რომ ეგონებათ რომ შენ რაღაც კარგ საქმეს აკეთებ და შენ რო გეთქვა პირდაპირ რომ შენ პრივილეგიებს ანიჭებს სხვა ადამიანთა ჯგუფს, სხვა ადამიანების ხარჯზე არავინ ხარს არ დაგიჭერდა, მაგრამ შენ აიღე და მოატყუე და დაარქვი ინტელექტუალური საკუთრება პრივილეგიას. ანუ საკუთრება და პრივილეგიამ ორივემ დაკარგა რაღაც ნორმალური შინაარსი. ნუ ყველა სუბოლოა ძალიან მარტივი მაგალითი, ჩვენ გვაქვს გადასახადი ქვეყანაში, რომელსაც საპენსიო გადასახადი ქვია, თქვენი ხელფასიდან იჭრება 2%, თქვენ არ გაქვთ უფლება ეს არ გადაიხადოთ, თქვენ თუ არ გადაიხდით, დაჯარიმდებით, დაისჯებით და საბოლოო ციხე შეიძლება აღმოჩნდეთ. ჩვეულებრივი გადასახადია, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციაში წერია, რომ არა, საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის. ანუ აქ უკვე პირდაპირ გატყუებს კანონმდებელი, ანუ რაღაც კონსტიტუციის ავტორი, პირობითი ირაკლი კობახიძე, მთელ ქვეყანას ატყუებს, რომ ხალხო, თქვენ ხართ იდიოტები. მე ხარ თქვენ დაგბეგრეთ, მაგრამ თქვენ რომ არ ინერვიულოთ, დავარქვი ამ ჩემ გადასახადს საპენსიო შენატანი და დავწერე რომ ეს გადასახადი არ არის. აი ესეთი ცინიკური ტყუილი გვიწერია პირდაპირ კონსტიტუციაში. ასე რომ ძალიან გავრცელებული ამბავი. მეორე პრობლემა, რომელიც დაგვეხმარება გავიაზროთ ის რაღაც ბაზარი ყველაფერს და არეგულირებს სტერეოტიპი, მდგომარეობს ადამიანების, თქვათ, მიდრეკილებისკენ, რომ გარკვეული აბსტრაქტული ცნებებს გაადამიანონ, ანუ რაღაც ადამიანურობა შესძინონ აბსტრაქციებს. ნუ რა არის აბსტრაქცია, ხო, მაგალითისთვის ადამიანობა, კაცობრიობა ეს რაღაც გასაგებია, რომ რაღაც ადამიანებისგან შედგება ეს, მაგრამ კაცობრიობა თან აბსტრაქტული ცნებაა, მაგალითად, კაცობრიობის ინტერესშია რაღაც. ღმერთმაიცის რა არის კაცობრიობის ინტერესში, ხო? თან კაცობრიობის ისტორია სრულიად განსხვავებული იყო, ჩვენ ახლა რაღაცას წვალობთ, მუშაობთ რაღაცა და შეიძლება ჩვენ რაღაც 1000 წლის შემდეგ ხალხი რომელიც ჩვენ ისტორიას წაიგითხავს, თქვენ რა სულელები იყვნენ, აი წამოგეთ რა შანსი ქონდათო, უკვე მარსზე შეძლოთ კოლონია დაეარსებინათ და ჯერ კიდე ქოცნას ურჩხუბით იყვნენ დაკავებულიო. ანუ შეიძლება ძალიან სასაცილოები აღმოჩნდეთ დღეს ჩვენი პრობლემებით იმ ხალხისთვის, ვინც მომავალში იცხოვრებს, ხო? და წამოიგინეთ, რომ ამიტომ კაცობრიობის ინტერესი რა არის ღმერთმაიც, ანუ სულად წარმოსადგენენ კაცობრიობა ამ შემთხვევაში შედგება რაღაც ადამიანებისგან, მათ შორის მკვდარი ადამიანებისგან, მათ შორის მომავალში დაიბადება იმ ადამიანებისგან და გასაგებია, რომ ეს ორი სიტყვა არის თავსებადი, ანუ კაცობრიობა და ინტერესი თავსებადი არის, უბრალოდ არ შეიძლება ამის გამოყენება. სუფთა ლოგიკურად, მათ შორის იმიტომ რომ ინტერესი, საერთოდ სიტყვა ინტერესი ჩვენ ვიყენებთ ისეთი ობიექტების მიმართ, რომელსაც გააჩნია ტვინი. აი მაგალითისთვის, მე რო თქვა რომ ქვის ინტერესია იყოს ზღვასთან ახლოს, ეს უბრალოდ აი იმდენად უაზრობა გამოდის, რომ არც კი დაიწყებთ რაღაც გარჩევას რა ვიგულისხმე, იმიტომ რომ პირდაპირ მეტყვით რომ რაღაც სისულელე ვთქვი.
მაგრამ მე ვთქვა რომ ძაღლის ინტერესია შეჭამოს ხორცი, ახლა შეიძლება კითხოთ საიდან გავიგეს, მაგრამ ან რატომ დავასკვენიეს, მაგრამ საბოლოო ჯამში გასაგები რას ლაპარაკობ. ანუ სავარაუდოდ იგულისხმება რომ რაღაც ტვინი არსებობს, თუ ტვინი არსებობს, რაღაც ინტერესი შეიძლება იქ არსებობდეს. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ დამკვირვებელმა არ ვიცოდეთ, აქვს თუ არა ეს ინტერესი კონკრეტულად ამ ტვინში ეს არსებობს თუ არა ეს ინტერესი რაღაცნაირად, მაგრამ ვარაუდის დონეზე ეს ყოველთვაში გამოიყურება მაინც ადეკვატურად. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ სიტყვა ინტერესი უმეტეს ვიყენებთ მხოლოდ ადამიანების მიმართ, ანუ გამართულად მაინც ეს ჟღერს მაშინ, როცა ადამიანზე ვსაუბრობთ. დრო აი ზაღლეს ასე არ ვლაპარაკობთ ხოლმე უმეტესწილად და ვირთხაზე მით უმეტეს, ხო? ამიტომ საბოლოო ჯამში სიტყვა ინტერესი გამოხატავს რაღაც ადამიანის დამახასიათებელს. ეხლა წამოვიდგინეთ, რომ არის სიტყვა, რომელს ჩვენ ვიყენებთ, ადამიანები ერთმანეთში ვიყენებთ იმისთვის, რომ რაღაც შინაარსი გადავცეთ. ვამბობთ, რომ ჩემ ინტერესებშია, რომ თქვენ 26 ოქტომბერს გააფრთხილდოთ 36. მე ამით რაღაც ბედნიერი ვიქნები, გეუბნებით, ხო? გასაგებია რა შინაარს გადმოვცემ, ხო? მაგრამ წამოვიდგინეთ, რომ ადამიანები ხშირად ამ სიტყვას იყენებენ სრულიად შეუსაბამო ადგილას. აი მაგალითისთვის, ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც მინახია, რომ ამბობენ სახელმწიფოს ინტერესი. აი ნახოთ რა არის, რა შეიძლება იყოს სახელმწიფოს ინტერესი. იმიტომ რომ თუ გამოვიყენეთ სიტყვა ინტერესი, ესე იგი სადღაც უნდა არსებობს ტვინი, რომელთანაც რაღაც კავშირშია, აი ტვინში რაღაც ნეირონული კავშირებია და იქ რაღაც ინტერესი გაჩნდა. ანუ თვითონ ინტერესს აქვს ასეთი დამახასიათებელი. მაგრამ რა არის სახელმწიფო? ჯერ ესეთი სახელმწიფო ხშირად ეშლებათ ხოლმე ქვეყანასთან. ანუ ქვეყანა ეს არის ტერიტორია, გეოგრაფიული, მაგათ რუკაზე ნახავთ ქვეყნებს, საქართველოს, აზერბაიჯანი, რუსეთი და ასე შემდეგ. ქვეყანა არის რაღაც ტერიტორია, სადაც რაღაც სპეციფიკური წესრიგი არსებობს. საქართველოში ერთი წესრიგია, ავიცი, თურქეთში მეორე წესრიგია და ამ ქვეყნებს აქვთ რაღაც ტიპის მთავრობები, რომლებიც აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიას. ან არ აღიარებენ ომი მიდის და ოკუპაცია როგორც ჩვენ და რუსეთს შორის. ანუ ქვეყანა აღწერს რაღაც ტერიტორიას თავისი სპეციფიკური წესრიგით. და სახელმწიფო რაღაც სხვა რაღაც არის. ანუ ჩვენ გვაქვს სიტყვა ქვეყანა, რუკებზე ქვეყნები გვაქვს, მაგრამ აი სახელმწიფო რა არის? არის კიდე სიტყვა საზოგადოება. საზოგადოება ეს რაღაც ადამიანების ურთიერთობას აღწერს. თან ეს საზოგადოება არის აუცილებელი რომ იყოს მიმული ტერიტორიაზე. მაგალითად, ებრაელების საზოგადოება საერთოდ ანიშნავს, რომ ეს არის ისრაელზე საუბარი, იმიტომ რომ ებრაელები ბევრი ცხოვრობს ისრაელს იქეთ და მათი ურთიერთობა აღწერს ებრაელების საზოგადოებას. რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი და ურთიერთობა შიგნით შეიძლება იყოს ძალიან რთულად აღწერადი. მაგრამ საზოგადოება სიტყვა მაგალითად არ გულისხმობს გეოგრაფიულ რაღაც მიჯაჭვულობას. მაგრამ ისიც შეიძლება გასაგები იყოს, ზოგადად რაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის რაღაც ადამიანებში რაღაც სპეციფიკური ურთიერთობა, მაგალითად რაღაც კულტურული ნორმები, რელიგიური წესრიგი და ასე შემდეგ. მაგრამ არის სახელმწიფო მაშინ. და სახელმწიფო შინაარსობრივად არის ძალადობრივი საზოგადოებაში მიღებული ძალადობრივი წესრიგის ერთ-ერთი ნაირსახეობა. მაგალითად კრიმინალური სამყარო რო ავიღოთ, ხო? ის არის რაღაც ძალადობრივი წესრიგია, რომელიც დგას მუქარაზე, მკვლელობაზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე და შემდეგ და მას არის თავისი წესრიგი აქვს. და სახელმწიფო სხვანაირი წესრიგია, მაგალითად სახელმწიფოს ინსტიტუტები ებრძვის ხოლმე კრიმინალს, იმიტომ რომ კონკურენტული წესრიგია. რაზე დგას სახელმწიფო წესრიგი? ეს არის რაღაც ასევე ძალადობრივი წესრიგია, რომელსაც აღასრულებს პოლიცია შიდა ძალადობის შემთხვევაში და ჯარი გარე ძალადობის შემთხვევაში. ანუ ფაქტობრივად ეს არის რაღაც ადამიანების აღწერა, პირველ რიგში ეს არის რაღაც წესრიგის, ანუ მაგალითად როგორ ძალადობთ ერთმანეთზე და სახელმწიფო ძალადობა იგულისხმება, რომ ეს არის ისეთი ტიპის ძალადობა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის დაშვებული. აი თუ ეს სახელმწიფო ძალადობის იქეთ ჩნდება, ჩვენ ამას ვებრძვით ხოლმე, მაგალითად მკვლელობა. თუ სახელმწიფო კლავს, მაშინ იგულისხმება, რომ ეს დაშვებულია, მაგალითად ომის დროს, ან მაგალითად ტერორისტებს როცა კლავს. მაგრამ თუ ადამიანი კლავს, იგულისხმება, რომ ეს არის კრიმინალი. უმეტესწილად, ხო? და ისევ თუ ეს კრიმინალი არის, ისევ სახელმწიფო წესრიგის ფარგლებში დგინდება დაშვებული იყო ეს თუ არა. ანუ საბოლოო ჯამში სახელმწიფო წესრიგი ეს არის რაღაც ტიპის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.
ამ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში რაღაც ერთი დამოკიდებულება აქვს, რუსეთში სხვანაირი დამოკიდებულება, ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვანაირი დამოკიდებულება, სადღაც მოსულა ადამიანის მაგალითად ქუჩაში მოკლა, სადღაც არ მოსულა, სადღაც მაგალითად ცემენ, მაგალითად ინდოეთში, პაკისტანში პოლიციელი ცემს ხოლმე ჯოხით ქუჩაში მიდის და არ მოეწონება ადამიანი როგორ იქცევა, ამოიღებს ჯოხს და ჩაარტყავს, კარგად ცემს, წავა. აი ჩვენთან ეს არ მოსულა, ხო? ანუ ეს ასეთი ტიპის ძალადობა არ მოსულა. ამიტომ სახელმწიფო როცა ჩვენ საუბრობთ, ეს არის ძალადობრივი წესრიგის აღნიშნული სიტყვა. მაგალითად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი გავაფართოვოთ სახელმწიფო. ანუ მოდი გავაფართოვოთ რაღაც ტიპის ძალადობრივი წესრიგი. მაგალითად გავზარდოთ ახალი გადასახადი შემოვიდა. ახალი გადასახადი, ვინაიდან ეს ძარცვის ნაირსახეობაა გადასახადი, ესე იგი ვიღაც ადამიანებზე კიდევ ვიძალადოთ. ანუ ლეგიტიმური გავხადოთ ასეთი ტიპის ძალადობა. როცა ხდება სახელმწიფო გადატრიალება, რას ნიშნავს, რომ მაგალითად რაღაც წესრიგი არ მოგვეწონა, ჩავთვალეთ, რომ მთავრობა გადააჭარბა ძალადობას, რომ ჩვენ არ მიგვიცია ამისთვის ლეგიტიმაცია, რომ ასეთი ძალადობა ნებადართულია, ამიტომ ჩვენც გამოვიყენეთ ძალადობა ხო კრიმინალი გამოდის მთავრობის მხრიდან ამ შემთხვევაში და ჩვენც გამოვიყენეთ ძალადობა და გადავატრიალეთ. ანუ შორს ვარ წავიდეს სახელმწიფო, ეს არის ტერმინი, რომელიც აღწერს რაღაც ტიპის ძალადობრივ წესრიგს. ეხლა კითხვა, რა არის სახელმწიფოს ინტერესი? და ეს სიტყვების კომბინაცია სულად აბსურდულია, იმიტომ რომ ინტერესი შეიძლება მხოლოდ ადამიანების ტვინში იყოს. მაგალითად, ფინანსთა მინისტრს შეიძლება რამე ინტერესი ჰქონდეს. კითხვაზე რა არის ფინანსთა მინისტრის ინტერესი გასაგებია. რა არის მაგალითად, პრემიერ-მინისტრის ინტერესი გასაგებია. რა არის პოლიციის ინტერესი? შეიძლება გასაგები იყოს, ან მასწავლებლის. მაგრამ როცა თქვენ საუბრობთ სახელმწიფო ინტერესიო, რას გულისხმობს ეს? არავინ არ იცის სინამდვილეში. უმეტესწილად ეს არის ჩემი, ანუ ვინც ლაპარაკობს, ან ვინც იყენებს ამ ფრაზას, რაღაც სურვილები ან მიზნები, რომელიც მე ავიყვანე სახელმწიფოს რანგში. და სახელმწიფო რაღაცა დიდს ნიშნავს და მნიშვნელოვან საზოგადოებაში, ამით მე მივანიჭე ხელოვნურად მნიშვნელობა. ანუ სიამდვილეში ისევ და ისევ მოტყუების მიზნით, იმის ნაცვლად რომ მე თქვას ხალხო, ჩემი ინტერესია რომ თქვენ დაგბეგროთ, გააგძარცვოთ, წაგართვათ 6 მილიარდი. ეს ცუდად ჟღერს. სახელმწიფოს ინტერესია, რომ ჩვენი საბანკო სისტემა იყოს მდგრადი. რაც 23 წლის მაჩვენებლებით ნიშნავს თქვენ წაგართვათ 6 მილიარდი. ანუ თქვენ დაიბეგრეთ 6 მილიარდი ლარი წინა წელს, რომ საბანკო სისტემის სუბსიდირება მოხდარიყო. ამას შეიძლება დავარქვათ ისაც არის, ხალხს წავართვათ ფული და მივიცეთ ბანკებს, ცუდად ჟღერს, ხალხი გავრაზდება და აჯანყდება, მაგრამ შეიძლება დავარქვათ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს თავისი ფულად საკრედიტო პოლიტიკა. ხო კარგად ჟღერს. ხო უფრო დამაჯერებელია. ხო ხვდებით, რომ აი რაღაცას გატყუებენ, მაგრამ მაინც ვერ ხვდებით რაში, ხო? სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ჩვენი მეღვინეობა ვითარდებოდეს სტაბილურად. სინამდვილეში, ჩემ ინტერესებშია, რომ თქვენ წაგართვათ ფული, ჩემ ნათესავ მეღვინეებს ფული მივცეთ და მე ისინი დამეხმარებიან წინასაარჩევნო ხმები ვიყიდო. და კახეთში უფრო მეტი შედეგი მექნება. ცუდად ჟღერს ხო მეორე, პირველი კარგად ჟღერს. მე ეხლა თქვენ წაგართვათ ფულს და ვიყიდი ირიბად ხმებს და ჩემ მეგობრებსაც გავამდიდრებ, ცუდად ჟღერს, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესია ადგილობრივი წარმოება წავახალისო, კარგად ჟღერს. ფაქტობრივად სიტყვების დამახინჯებით პოლიტიკოსები, იდეოლოგები და თუ ვინც იქნებიან, ვინც ასე ვთქვათ, ხალხს ელაპარაკება ხშირად, ისინი ატყუებენ ადამიანებს, რომ არ თქვან ის, რასაც სიამდვილეში ამბობენ, რასაც გულისხმობენ. სახელმწიფო ინტერესია მაგალითად ძლიერი ჯარი. კარგად ჟღერს ხო? თან ჯარი კარგი სიტყვაა, იგულისხმება ჩვენ ჯარი როცა არის და სხვის ჯარზე თუ არ საუბრობთ. სახელმწიფო კარგად ჟღერს, რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი ინტერესი. ძლიერი ჯარი სახელმწიფო ინტერესია. და ვის ინტერესია და რა არის ძლიერი ჯარი? მაგალითად, მე ეხლა წაგართვათ ფულს, ავაშენებ ბინებს, შენ შენებელ მეგობრებს ვაშონინებ ფულს და ისინი გამდიდდებიან. მე ამ ბინები ეს ბინები არც აჭირდება და ვაჩუქებ მივცემ თავდაცვის სამინისტროს, რომ მე თქვას, რომ ჩვენ ავაშენებთ ბინები ჯარისკაცებისთვის.
ცუდად ჟღერს ხო? მაგრამ სახელმწიფო ინტერესშია ძლიერი ჯარი გყავდეს, ეს კარგად ჟღერს. ხო, ამიტომ როცა ამ აბსტრაქტულ სიტყვებს ვიყენებთ, სინამდვილეში ყოველთვის საბოლოო მიზანი არის ტყუილი. თუ განზრახ ვაკეთებ. ვიღაცა უბრალოდ არ ერკვევა მაშინ და მექანიკურად ამბობს, რომ იცით რა, კარგია რომ სახელმწიფო ზრუნავდეს მოხუცებს. ამდენჯერ გაიგიათ ეს რაღაც. შეიძლება თქვენს კი გითქვამთ ეს. მაგრამ ვინ უნდა ზრუნავდეს? ძალადობრივი წესრიგი ზრუნავდეს მოხუცებზე, ხო სისულელე გამოდის, ხო? ვიღაც უნდა ზრუნავდეს. ზრუნვა არის ადამიანის დამახასიათებელი. ესე თქვენ რომ ამბობთ რომ ვიღაც უნდა ზრუნავდეს მოხუცებზე, იგულისხმება რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანია, ან ადამიანთა ჯგუფი უნდა იყოს. მაგალითად, თქვენ რო გეთქვათ, რომ ახალგაზრდები 20-დან 30 წლამდე უნდა დავბეგროთ დამატებით, რომ გადაუხადოთ დამატებითი პენსია იმ ხალხს, ვინც 60 წელს აცდა, ოკეი, გასაგებია რას ამბობთ. მაგრამ ცუდად ჟღერს, ხდებით? იმიტომ რომ 20-დან 30 წლამდე ვიც არიან, იმათ ეს არ მოეწონებათ. შეიძლება ბებიებს და ბაბუებსაც არ მოეწონათ, იმიტომ რომ არ უნდათ რომ მათი შვილები და შვილიშვილები დაიბეგრონ. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესია ვიზრუნოთ მოხუცებზე, კარგად ჟღერს. კი, შეიძლება იგივეს ნიშნავდეს, მოდით დავბეგროთ ეს 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდები და ვინცეთ იმათ ვინც 60 წელს გადაცდა, მაგრამ ხო კარგად ჟღერს და ხო მოგატყუეთ. აი ამით არის დაკავებული სტანდარტულ შემთხვევაში პოლიტიკოსები, რომლებიც იმის ნაცვლად რომ კონკრეტული რაღაც თქვან, დააკონკრეტოთ თავისი პოზიცია, უბრალოდ იყენებენ იმგვარად ენას, ისე ამახინჯებენ სიტყვებს, რომ ფაქტობრივად ატყუებენ მოსახლეობას. იგივე ხდება იდეოლოგიურ დისკუსიებში, როცა მემარცხენეები მაგალითად ეჩხუბებიან მემარჯვენეებს და მემარცხენე ამბობს თქვენ ბოროტი კაპიტალისტების მხარეს ხართ და გინდათ ხალხი დატოვოთ მონობაში. ღმერთო ჩემო, რას ნიშნავს თუ ვინმე იცოდეს ეს ფრაზა, მაგრამ რომ დააზუსტო ეს ფრაზა, შეიძლება სრულიად სისულელე გამოვიდეს ფაქტობრივად, მაგრამ სანამ დისკუსია ესეთი აბსტრაქტულ დონეზე მიმდინარეობს, ფაქტობრივად შეუძლია ურთიერთგაგება. და ადამიანები ამით კლავენ დისკუსიას. წარმოიდგინეთ, რომ დებატები პოლიტიკოსებს შორის. ჩემი მიზანია როგორც პოლიტიკოსის ავაშენო ძლიერი საქართველო, სადაც ყველა ადამიანზე ზრუნავს სამართლიანად ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები, სადაც არცერთი ადამიანის უფლება არ არის დარღვეული და ყველა ადამიანს აქვს გარანტია, რომ სახელმწიფო გვერდზე დაუდგება. ხო კარგად ჟღერს? არაფერი არ ვთქვი, ხო? ერთი აზრი არ ჩამოვაყალიბე, რომელიც კონკრეტული იქნება. ან კიდე მაგალითი. ჩვენი მდგომარეობა ძალიან რთულია. ამიტომ ამ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსასვლელად ჩვენ გვჭირდება კომპლექსური გეგმა, სადაც იქნება გათვალისწინებული სხვადასხვა აქტორების ინტერესები, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესი, ბიზნესის ინტერესი, საზოგადოების ინტერესი და ინტერესი ყველა იმ ჯგუფისა, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. ხო სისულელე ვთქვი, ხო? ხო ხვდებით, რომ უბრალოდ არაფერი არ ვთქვი. მაგრამ რამდენი ასეთი მოგისმენიათ სადღეგრძელო. ხო და აი ეს არის მეთოდი, როგორ ატყუებენ ადამიანებს და უბრალოდ თქვენ რო ეს მოусმენთ ამ წინანდადებას, რო კითხოთ, ხო და გავიგე, მაგრამ ვისი ინტერესია? რო თქვიო ბიზნესის ინტერესია, ვის გულისხმობდი? აი გულისხმობდი იმ ადამიანს, რომელიც ჩვენთან შეკრულია და ტენდერებით ფულს შოულობს. თუ იმ ადამიანს, რომელიც დღე-დაღამე მუშაობს და პატარა მაღაზია აქვს, სადღაც მაგალითად თერჯოლაში და იქ ცდილობს თავისი შრომით, თავისი ოჯახი უზრუნველყოს ნორმალურად თავის რაღაც რამდენიმე ადამიანი დასაქმებული მათ ხელფასი გადაუხადოთ, რას გულისხმობ? ვის ინტერესია? იმის ინტერესია, რომელიც მაგალითად კორუფციული გარიგებით რაღაცას აშენებს გზებს, თუ იმის ინტერესია, რომელიც ჩამოვიდა გერმანიიდან და ეხლა აქ აშენებს რომელს ქარხანას. არ არსებობს ბიზნესის ინტერესი. ბიზნესის იგივე აბსტრაქტული ცნებაა, იმიტომ რომ ბიზნესმენები არსებობენ, ყველა განსხვავებული ადამიანია, ყველა განსხვავებული ინტერესი აქვს. ვიღაც ინტერესი შეიძლება ასეთი იყოს, ვიღაც ისეთი იყოს. ამიტომ მე რო ვთქვა, რომ ჩემი ინტერესი ასეთი, მე რო ვთქვა, რომ ჩემი თანაპარტიელების ინტერესი ასეთია, ეს კი უკვე სულად გამოიყურება, მაგრამ მინიმუმ მე შეიძლება ვიცოდე, რომ თვითონ მითხრეს და თქვა, აი სანდრო, იცი, დააფიქსირო, რომ ჩვენ მაგალითად მე ვახო მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და იაგო ხვიჩია, აი ასე ვფიქრობთ, რომ მთხოვეს და მე შეიძლება ვთქვა ეს, მაგრამ აი ასე პირდაპირ თუ არ მაქვს ეს მოცემული ეს ინფორმაცია, ამის თქმის უფლებაც კი არ მაქვს.
ამიტომ შინაარსობრივად არანაირი სახელმწიფოს ინტერესი, საზოგადოების ინტერესი, ბიზნესის ინტერესი არ არსებობს. სახელმწიფო ვერ მოვა და ვერ დაგელაპარაკება, სახელმწიფო ვერ მოვა და ვერ დალის თქვენთან ყავას. ეს არის აბსტრაქტული ცნება, რომელიც აღწევს რაღაც ტიპის ძალადობრივ წესრიგს, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სწორია, კარგია, რომ ჩვენ წესრიგი უკეთესევდეს სხვისი, ან უარესევდეს სხვისი, შევცვალოთ, ვიმსჯელოთ, ასეთი კანონები გვინდა, ისეთი კანონები გვინდა, მაგრამ ეს არის ადამიანი და შეიძლება ამ წესრიგის ფარგლებში სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა უფლებამოსილებით სარგებლობდნენ, სხვადასხვა პრივილეგიებით, სხვადასხვა უფლებებით და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი თქვენ სიტყვა ინტერესს გამოიყენებთ, იქნება კონკრეტული ადამიანი. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა, ამ სიტყვის გამოყენება არ შეიძლება. და ეხლა რა არის ბაზარი? აი ბაზარი არის აბსტრაქტული ცნება, რომელსაც ზუსტად იგივენაირად არასდროულად იყენებენ. იმიტომ რომ ბაზარი თავისი განმარტებით, ამ სიტყვას აქვს ორი სხვადასხვა შინაარსი აქვს. ერთი ბაზარი ფიზიკური ადგილი, სადაც ხალხი ვაჭრობს, მაგრამ ეს გასაგებია და ამ შემთხვევაში ეს არ გვაღელებს. და არც არავინ არ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბაზარი რაღაცას გააკეთებს, რომ ფიზიკურ შენობაზე არც არავინ გულისხმობს ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაც სხვაა, საბაზრო ეკონომიკაა. და რა არის ეს ბაზარი? აი ბაზრის მეორე შინაარსი რა შემდგომარეობს? მდგომარეობს ის, რომ ეს არის გასვლის პროცესი. ანუ ბაზარი არის პროცესი, სადაც ხალხი ვაჭრობს. თუ ვაჭრობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, მაგალითად, მე შეიძლება გავყიდო ვაშლი, ვიღაცამ ამიშენოს სახლი, ანუ ამ შემთხვევაში ვიყიდო რაღაც ხელობა. ვიღაცამ შეიძლება მომყიდოს შრომა, მე ამ შრომით გავაკეთო, შრომის მეშვეობით გავაკეთო, თქვათ, რა ვიცი, აგური, მივყიდო მშენებელს. ანუ თუ დააკვირდებით ეკონომიკურ პროცესს, ეს სულ ვაჭრობა. და საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგო ცენტრალიზებული ეკონომიკა არის ეკონომიკა, სადაც კი არ ვაჭრობენ ადამიანები, არიან ბრძანებებს გასცემენ, როგორც საბჭოთა კავშირი იყო. შენ უნდა, თქვათ, ვაშლი აწარმოო, შენ უნდა აგური აწარმოო და შემდეგ. ეს ნებაყოფლობითი პროცესი კი არ არის, არამედ იძულებაზე დაფუძნებული პროცესია. ანუ საბაზრო ბაზარი არის ნებაყოფლობითი გაცვლა, ვაჭრობა. თავის განმარტებით ვაჭრობა სხვადასხვა ყოველთვის ნებაყოფლობითია. ვაჭრობა, სადაც შენზე ვიღაცა ძალადობს, დანით გემუქრება, პისტოლეტით გემუქრება, ან რა ვიცი, უბრალოდ გემუქრება, თუნდაც ცემით, ის ვაჭრობა არ არის. ამიტომ ბაზარი ნიშნავს პროცესს, ვაჭრობის პროცესს. ეხლა საბაზრო ეკონომიკა, რომელიც დგას ასეთ ნებაყოფლობით ურთიერთობებზე. ეხლა კითხვა. რას ნიშნავს ბაზარი დაარეგულირებს? მოდით გავარჩიოთ ეს ორი ამბავი. ეხლა პირველი პროცესია. და დაარეგულირებს. აქ ჩნდება საინტერესო სტერეოტიპი, რომ ადამიანების რწმენაში ყველა რთული პროცესის უკან უნდა იდგეს ვინმე, ვინც რაღაცას არეგულირებს. და აი სპონტანური წესრიგი, რომელთაც მე დავიწყე დღევანდელი ჩემი ლაივი, სპონტანური წესრიგი ძალიან რთულად გაგებადია ხოლმე. ადამიანი შეიძლება არ ფიქრობდეს ენაზე, არ ფიქრობდეს ფულზე, მაგალითად, ასევე სპონტანური წესრიგის შედეგია. ხშირად შემთხვევაში მასაჟულები სპონტანურად ყალიბდებოდა და მე შეიძლება გამხდარიყო მოდერირების და ცვლილების ობიექტი, მაგრამ თვითონ მასაჟულების სტრუქტურა სპონტანური წესრიგის შედეგი იყო, მათ შორის პირველი სასამართლოები და ასე შემდეგ. და ადამიანი შეიძლება ამას არ დაფიქრებული იყო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა რაღაცას აკეთებს, ყოველთვის არის ვიღაც პასუხისმგებელი ადამიანი. ჩვენ სამყაროს ხა ბევრს ღმერთის ჯერა და ღმერთია, რომელიც ამას არეგულირებს. ზოგს ჯერა რომ მაგალითად ღმერთმა უბრალოდ შექმნა სამყარო და გვერდზე გაიწია. ზოგი ფიქრობს, რომ სულ ჩართულია პროცესში და ზოგი იმდენად დარწმუნებული რომ ჩართულია, რომ ყოველდღე ვთხოვს, რომ მაგალითად ასე მოხდეს ან ისე მოხდეს. და გონია რომ ღმერთი მას პირადად უსმენს და მის რაღაც რჩევებს თუ თხოვნებს ითვალისწინებს. ანუ ყველა სხვადასხვა წარმოდგენები აქვს, მაგრამ თვითონ ღმერთის არსიც აღსახავს ერთ-ერთ სოფხედულ ელემენტს, რომ ვიღაცა აი ამ რთულ სამყაროს ვიღაცა მართავს და ხო არ შეიძლება რომ სამყარო თავისით იმართებოდეს, პროცესი იყოს. ამიტომ ჩვენ ბუნებრივად მიუღებლობა გვაქვს ამ სპონტანური წესრიგების და სპონტანური წესრიგის უკან ვცდილობთ ვიპოვოთ ვინმე, ვინც ამას არეგულირებს. მაგრამ თვითონ სიტყვა რეგულირება ნიშნავს ადამიანს, ანუ პროცესს, რომ ვიღაცა ასე ვთქვათ, მარეგულირებელია, ანუ არის ადამიანის არეგულირებს. იმიტომ რომ, სხვანაირად არ გამოვა რა. ტექნიკურად შეიძლება მაგათ მანქანაში რამ დეტალი იყოს, რეგულატორი იყოს, ხო რაღაცის. მაგრამ მაინც შინაარსობრივად, როცა ჩვენ საუბრობთ ადამიანების ქცევაზე, რეგულატორი სიტყვას ვიყენებთ, როცა ვიღაცა რაღაცას არეგულირებს. აქედან გამომდინარე, რა ხდება?
რა არის საბაზრო ეკონომიკა? საბაზრო ეკონომიკა ასევე არის სპონტანური წესრიგის ერთ-ერთი ნაირსახეობა. ადამიანები ერთმანეთს ვაჭრობენ, არავის არ აქვს რაიმე განსაკუთრებული მოტივი იზრუნოს მაგალითად სამყაროს. მე ჩემ პურს ვაცხობ, ვიღაცა მშენებელია, ვიღაცა ტაქსისტია, ვიღაცა მასწავლებელი, ბანკირი აშენა. ყველა ჩვენთვის ცხოვრობთ, ყველა ჩვენ ინტერესები გვაქვს, ჩვენი მიზნები, ჩვენი ოცნებები და აი ეს ურთიერთობა აყალიბებს რაღაც წესრიგს. აი ეს არის საბაზრო ეკონომიკა. ადამიანი უყურებს ამ წესრიგს და ფიქრობს, ვა, ნახე რა რთული წესრიგია, არ და მართლა რთული წესრიგია, ხო? აი ასეთი კარგი წიგნი არსებობს, iPencil, რომელშიც აღწერილია როგორ ხდება ერთი ფანქრის წარმოება. ვითომ არაფერი ფანქარია და იქ აღწერილია თან ეს ძველი წიგნია 50-იან წლებში მოგდაწერილი 40-იანებში. და აი იმ დროს ერთი ფანქაერო აწარმო, ლამის ნახევარი სამყაროა ჩართული ამ ყველაფერში. და ფანქრის წარმოებაც კი ძალიან რთულია. შრომის დანაწილება იმ ისეთ ნიშნულამდეა მისული, რომ ადამიანი ვერც კი აწარმოებს ვერც ერთ ნივთს, რომელიც მის ირგვლივ არის. აი მაგალითად, ჩემი ტელეფონის წარმოება ფაქტობრივად, მე არანაირი შანსი არ მაქვს ის ვაწარმოო. არა თუ მე არ მაქვს შანსი, მთელი ქვეყანა რო შევიკრიბოთ, თანამედროვე smartphone-ის წარმოების უნარიც კი არ გაგვაჩნია. და ასეთი უნარი შეიძლება არავის არ გააჩნდეს სამყაროში, იმიტომ რომ რაღაც ნაწილს აკეთებენ მაგალითად მიკროჩიპებს, პროგრამებს და აკეთებ ამერიკაში, დანადგარებს, რომელზეც მე ამ მიკროჩიპებს აწყობენ, აკეთებენ ნიდერლანდებში, თვითონ მიკროჩიპებს აკეთებენ ტაივანში ან მაგალითად სამხრეთ კორეაში და ეს მე ამ ტელეფონებს ამ მიკროჩიპებს აწყობენ ჩინეთში და ასე შემდეგ. ანუ მთელი სამყარო შეიძლება იყოს ჩართული ერთი smartphone-ის წარმოებაში და ადამიანი რომელიც ამას უყურებს, ასე უბრალოდ ვერც ხვდება, იმიტომ რომ უზარმაზარი ძალიან რთული პროცესია. ამიტომ მას უშდება ინსტინქტურა სრული რომ იბიროს რომ ვინმე ამას უნდა არეგულირებდეს, ხო არ შეიძლება რომ არ არეგულირებდეს. და ამიტომ მე ამ წესრიგის მიმართ მას ისეთივე პრეტენზიები უჩნდება, როგორც შეიძლება გავუშვეს ადამიანთან. აი შენ რაღაც რო გააკეთე, მე არ მომეწონა, რა როგორ მოიქეცესო და რატომ ცუდად მოიქეციო და აბა შესვალი. აი ასეთი წესრიგი, ასეთი დამოკიდებულებიდან გამომდინარე და იმიტომ რომ ადამიანები ვერ ხვდებიან როგორ არის რთული პროცესები აწყობილი და იმიტომ რომ მათ აქვს სტერეოტიპი, როგორ წესი ამის უკან ვიღაც რეგულატორი, დემიურგი, შემქმნელი უნდა არსებობდეს, ისინი ამ წესრიგს ასევე ადამიანობის ამ წესრიგის მიმართ ისეთ სიტყვებს იყენებენ, როგორცაც გამოიყენებდნენ ადამიანების მიმართ. და მაგალითად ამბობენ, რომ აი ბაზარი დაარეგულირებს. მოდით ახლა შევხედოთ რა შეიძლება ბაზარმა დაარეგულიროს. აი ავიღოთ რაღაც ტიპის ქარხანა და ქარხანა რაღაც გამონაბოლქვი აქვს. ადამიანი უყურებს, თქვათ მაგალითად ეკოლოგიური აქტივისტია. მისთვის მის სამყაროში გამონაბოლქვი არის ყოველად მიუღებელი. ამიტომ მის იდეალური სამყაროა, რომ გამონაბოლქვი საერთოდ არ იყოს. ქარხნის მფლობელისთვის პირიქით ქარხანა მოგების წყაროა, მას უნდა რომ ეს გამონაბოლქვი იყოს. ქარხანაში დასაქმებული ადამიანისთვის ასევე შეიძლება იყოს ძალიან მომგებიანი. ვიღაც სხვა ადამიანისთვის შეიძლება დადებითი მხარეც ქონდეს და უარყოფით ის მაგალითად ის ყიდულობდეს ამ ქარხნის პროდუქციას, იყოს კმაყოფილი, მაგრამ არ მოსწონდეს რომ ჰაერი არის თვათ სუფთა. და ასე შემდეგ, ანუ საზოგადოებაში იქნება უამრავი ადამიანი, ვინც ამ ქარხანას განსხვავებულად უყურებს. ეხლა ეკოლოგიური აქტივისტი უყურებს ამას და ამბობს, აჰა, ხედავ საბაზრო ეკონომიკა, ესე იგი აი ბაზარი, ხო? აი ეს თქვენ თავისუფლად აქ ვაჭრობთ, ხო? ვაჭრები, კაპიტალისტები. აი ხო ხედავ, თქვენმა ბაზარმა ვერ დაარეგულირა, აგერ გამონაბოლქვი მაინც არის. ვა. და რატომ დაასყონა ვიღაცამ, რომ საბაზრო ეკონომიკის რაღაც შედეგი უნდა იყოს წინასწარ რომელიღაც ადამიანის სრულებზე მორგებული. საბაზრო ეკონომიკა სიამდვილეში არის თავისუფალი ეკონომიკა. თავისუფალი ეკონომიკა, თავისუფალი ნებაყოფლობითი ვაჭრობის პროცესია, საბაზრო ეკონომიკა. და თავისუფალი ეკონომიკა გთავაზობთ და გპირდება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკას. ის არ გპირდებათ, რომ ის იქნება ისეთი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ. მაგალითად, თავისუფლება ზოგადად პირადი თავისუფლება ადამიანის. გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ თქვენ თავისუფლებას და არა ისო თქვენ დიდრები იქნებით მაგალითად, ან ლამაზები იქნებით, ან ჭკვიანი და ასე შემდეგ. ჩვენ რომ ამბობთ, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, ეს შეიძლება გარდაიქმნას ვიღაც ადამიანისთვის, რომ ის გამდიდრდება, ვიღაც გაღარიბდება, ვიღაცა ნიჭიერი დაიბადება და გამოიყენებს თავის ნიჭს, ვიღაცა ვერ გამოიყენებს. ვიღაცა არც ნიჭიერი იქნება, მაგრამ გაუმართლებს, ვიღაცას არ გაუმართლებს, ვიღაცა ლამაზი იქნება, მაგრამ
აი ვიცი, ალკოჰოლს დალევს ბევრს და დაკარგავს თავის სილამაზეს. ვიღაცა პირიქით არც სილამაზე იქნება, მაგრამ პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს და გალამაზდება. უამრავი სხვადასხვა შედეგი დადგება. იმიტომ რომ თავისუფალი ეკონომიკა, თავისი ბუნებით ეს არის თავისუფალი ეკონომიკა. თავისუფალი არ გულისხმობს არც სიმდიდრეს, არც სიღატაკეს, არც სილამაზეს, არც სიმახინჯეს, არაფერს. თავისუფალი ეს თავისუფალს. ეს არის ერთადერთი და ამოწურვავი დამახასიათებელი და როგორ გამოიყენებენ ადამიანები საკუთარ თავისუფლებას. ეს უკვე მათზეა დამოკიდებული და მათ შორის იმ გარემოზე, რომელიც აღმოჩნდებიან. ამიტომ ადამიანი უყურებს მაგალითად რაღაც მემარცხენე ადამიანი ფიქრობს, მე არ მინდა რომ თქვათ ვიღაც მდიდარს კონდეს 100 მილიარდი. და აი ნახე, აგერ ეკონომიკა, სადაც არის ვიღაცა ვისაც აქვს 100 მილიარდი. აჰა, ესე იგი ბაზარმა ვერ დაარეგულირა. ვა, და ვინ უნდა დაარეგულიროს? ანუ არ არსებობს ადამიანი, ვინც დაარეგულირებდა. ეს არის პროცესი. მას არ აქვს პასუხისგებლობა, მას არ აქვს ხასიათი, მას არ აქვს ინტერესი. ადამიანები ერთმანეთში ვაჭრობდნენ, თავისუფლად ვაჭრობდნენ, ერთმანეთზე არ ძალადობდნენ, ყველა იყო კმაყოფილი ამ პროცესით. შედეგად ვიღაცამ დააგროვა, თქვათ ქონება, ვიღაცამ დახარჯა, ვიღაცამ ასე იცხრა, ვიღაცამ ისე, ვიღაცა კი ბედნიერი მოკვდა, ვიღაცა უბედური მოკვდა. ასეთი მრავალფეროვანი თავისუფალი ეკონომიკა. და არა ისეთ რომელიც ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს. და წარმოგიდგენთ ადამიანი როცა თავისუფალ ეკონომიკაში აღმოჩნდება, თუ ის არ აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული, შეიძლება გასკდეს შურისგან და თქვას რომ შენ ასე მდიდარი ხარ, შენ ლამაზი ხარ, შენ ჭკვიანი ხარ და ეს შურისგან სკდება რა, იმიტომ რომ შეიძლება ლამაზი არის და რაღაცა მასე უფრო ლამაზია, შეიძლება ლამაზია, მაგრამ უტვინოა, შეიძლება ტვინიც აქვს, მაგრამ რა ვიცი, ვიღაცას გაუმართლა და ბევრად მდიდარი აღმოჩნდა. ვიღაცამ შეიძლება რაღაც უფრო ლამაზი ჭკვიანი ქმარი იშოვა, ლამაზი ჭკვიანი ცოლი იშოვა, სხვადასხვა მილიონის რაღაც შეიძლება არსებობდეს თავისუფალ საზოგადოებაში, რომელიც ვიღაც ადამიანში გამოიჩენს შურის გზნობას. აი, ყველაზე გავრცელებული სხვადასხვა არის პროფესორებს შორის. აი, მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ხალხის ლანძღვა, ამიტომ ერთადერთი ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ვლანძღავ, არის თეთკანიანი მელოტი კაცი, ქრისტიანი პროფესორი, ეკონომისტი. ამათი ლანძღვა შემიძლია. რაშია პროფესორების პრობლემა? უმეტესწილად პროფესორი ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად სწავლობდა. ნუ ეხა სკოლაში თუ სულ ცუდი ნიშნებს იღებდი, არითმეტიკა არ იცოდი, ძლივს კლასს და კლასზე გადადიოდი, რომ მასწავლებლები ხოლმე იმაზე ფიქრობდნენ, როგორ მოეშორებინა ეს ბავშვი, არ ამგონია პროფესორი გამოხვიდე. ეხლა რა არის პროფესორის როგორ ყალიბდება პროფესორის სოფხედელობა? დაიწყე პირველ კლასში, კარგად სწავლობდი, დავლებას აკეთებდი, მათემატიკას კარგად სწავლობდი, გეოგრაფიას კარგად სწავლობდი, რაღაცას. გავიდე რაღაც მეშვიდე, მერვე, მეცხრე, სულ კარგად სწავლობდი. და თქვენს რომ შენ ძალიან ჭკვიანი ბავშვი ხარ. შენ აუცილებლად უნდა გააგრძელო უნივერსიტეტის სწავლა. არა, შენ არ უნდა იყო მძღოლი, არ უნდა იყო რაღაც, არ უნდა დაიწყო ვაჭრობა, არ გინდა ეს წადი უნივერსიტეტში. სად? აი, ყველაზე რთული ფაკულტეტიც კი შეიძლება დაძლევ, მაგალითად მათემატიკის ან ეკონომიკის. გახდები მაგარი ეკონომისტი. ჩააბარე უნივერსიტეტში. ისევ დისციპლინას სწავლობ, საუკეთესო ვარ კურსში მათემატიკაში, საუკეთესო კურსში მაგალითად ეკონომიკაში. და ყველა ლექტორი მეუბნება, ყოჩა, შენ ნამდვილი ეკონომისტი გამოხარ. შენ არ შეიძლება ბაკალავრიატის შემდეგ წახვიდე სადღაც და მაგალითად ფული აკეთო. ან არ შეიძლება, ვიცი, ახვიდე ბანკში. შენ უნდა გააგრძელო შენი საქმიანობა. შენ უნდა გახდე პროფესორი და ჩააბარე მაგისტრატურაში. მერე ჩააბარე დოქტორანტურაში. და წარმოგიდგენთ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება, რა ვიცი, 4-5 წლიდან ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ წესებს, რომელშიც ცხოვრობს. და ამ წესებში არის ერთ-ერთი საუკეთესო. ანუ ბაღშიც ეუბნებოდნენ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ. სკოლაში ხო ეუბნებოდნენ და ეუბნებოდნენ, თან სხვებს ლანძღავდნენ. შენგან არაფერი არ გამოვა, შენგან არაფერი არ გამოვა, შენ ოროსანო, შენ ასეთო, ისეთო. მერე ვიღაცას უნივერსიტეტიდან გარიცხავდნენ, ვიღაცა ძლივს გადახოხდებოდა შემდეგ კურსზე, ძლივს ჩააბარებდა და შენ კიდე აი სულ წინ იყავი და ყველა ამბობდა, ვა, ყოჩახ, რა მაგარი ხარ. გავიდა დრო, შენ ხარ 30 წლის პროფესორი, აბსოლუტურად გენიალური, მაგრამ მთელი ენერგია დახარჯე, შენი ინტელექტი დახარჯე და პირობითად გააქვს, რა ვიცი, ვთქვათ რა, 2000 ლარი ხელფასი. მერე შეხედე, შეიკრიბნენ თქვენ კურსელები. და შეხედე შენ კურსელებს. აი და ნახე რომ ის ვიღაც პეტრე, რომელიც ამის გააგდეს უნივერსიტეტიდან, ეხა ბიზნესმენია, მილიონერია. აგერ, რა ვიცი, მარინა, აგერ ეს მაგალითად რაღაც ბანკში მუშაობს, დეპარტამენტის უფროსია.
ხელფასი აქვს 15,000. აგერ გიორგი, რომელიც შენებელია, მაგრამ კარგი შენებელია, სახლებს აშენებს და თქვა შემოსავალი აქვს 10,000. კაცო, ყველა შენზე უარესი იყო. სკოლაში, უნივერსიტეტში ყველა გეუბნებოდა, რომ შენ ხარ საუკეთესო, შენ და ამ შენ საუკეთესო ყველა ჭკვიან ადამიანს აქვს ყველაზე დაბალი შემოსავალი შენ თანაკურსელებს შორის. როგორ უნდა გასწდეს შურისგან, ხო? ამიტომ პროფესორებს შორის ყველაზე მეტი წილია მემარცხენე სოციალისტი დაბողმილი ადამიანების. ამიტომ რომ ადამიანი წარმოიდგინე, ამიტომ მთელი ამერიკის აკადემია ფაქტობრივად მემარცხენეებით არის გატენილი, იმიტომ რომ ეს ხალხი არის საუკეთესო სტუდენტები, საუკეთესო მოსწავლეები, რომ მთელი ცხოვრება ეუბნებოდნენ, რომ შენ მაგარი ხარ, მაგარი, ამ მიაწექი, მეცნიერებას მიაწექი, მიაწვა მეცნიერებას. სამ მისი მეგობრები მდიდრდებოდნენ, მილიონებს შოულობდნენ აქციებში, მშენებლობაში, ბანკში, ჯანდაცვაში, რაღაცეებში. ის წინებს კითხულობდა და ეხა ხედავს, რომ ის ხო ჭკვიანია, კაცო, ის ხო დარწმუნდა, რომ ჭკვიანია, იმიტომ რომ ყველა მაგიარა, აგე პროფესორი გახდა. მერე სხვები ხო მთელი ცხოვრება ეუბნებოდა, რომ სწორად იქცეოდა, ის ხო არც ერთხელ არ გადაუხვია არასწორ გზას. და რა გამოვიდა, რომ მე ვარ ყველაზე ღარიბი, ჩემ კურსელებს შორის, ანუ ყველა ვინც არ ღვევდა წესებს, ჩემზე ნაკლებად ჭკვიანი იყო და ჩემზე ნაკლებად შრომის მოყვარე, ისინი რა გამდიდნენ? ეს ხო არ შეიძლება კარგი წესრიგი იყოს. ეს რა თქმა უნდა, სტარი წარმოდგენა იმ გაგებით, რომ უბრალოდ ამ ადამიანს არ მოუნდა რისკი აიღო საკუთარ თავზე, დაინახა შესაძლებლობები, რომელიც მაგალითად ბიზნესს აძლევს, ეხლა ელონ მასკი რო მარსზე მიფრინავს, ეს ხო და რამდენ მეცნიერს ასაქმებს და რამხელა გარღვევა შეიძლება მოახდინოს კაცობრიობის ისტორიაში. როგორ შეიძლება ბიზნესი არ იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვა კონკრეტული რაღაც მეცნიერობა ან პროფესორობა. მაგრამ ამას ხო რაღაც გააზრება ჭირდება და მით უმეტეს შენ თუ არ ხარ ახლა მაინდამაინც ეკონომიკაში ძლიერი, შეიძლება ვერც კი მიხვდე ეს. და აქედან გამომდინარე შენ გიშდება განცდა რომ ეს სამყარო არ არის სწორი, არ არის სამართლიანი. ბაზარმა ეს ვერ დაარეგულირა, იმიტომ რომ შენ ასეთი ჭკვიანი და გენიოსი ადამიანი ხარ, რავი, ოკეი, ღარიბი არ ხარ, მაგრამ არც ისეთი მდიდარი როგორ შენი ოროსანი მეგობრები. გავსკდი შურისგან, დავიბოღმე და რა უნდა ვქნა? უნდა ვთქვა, რომ აი ჩემნაირ ჭკვიან ადამიანს უნდა კონდეს შესაძლებლობა ეს სამყარო გამოასწორო. ეს არასამართლიანი სამყარო უნდა გამოასწორო. ესე იგი ეს ბაზარი არეგულირებს ყველა ვერაფერს და ამიტომ ჭკვიანმა ხალხმა, ექსპერტებმა უნდა აიღონ და შეცვალონ ეს. და აქედან ჩნდება ეს იდეა. სიამოვნებაში ბაზარი არეგულირებს, ან ბაზარი ვერ არეგულირებს, ეს მემარცხენე ადამიანების იდეა, რომელიც მიაწერეს, რა თქვა, ლიბერტარიანელებს, რომ თქვენო გონიათ, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს. აი თქვენ გონიათ, რომ საბაზრო ეკონომიკაში არ იქნება ღარიბიო, არ იქნება პრობლემაო და მე რამე პრობლემას დაინახავენ და ხედავ, აი ვერ დაარეგულირა. მე არ მითქავს, რომ პრობლემა არ იქნება. მე არ მითქავს სიღარიბე არ იქნება. ბედით სიღარიბე სული არსებობს. სული იქნება ვიღაც მდიდარი და მასთან შედარებით ვიღაც იქნება ღარიბი. მე არ მითქავს, რომ ყველა ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება რაღაც უამრავი მიზეზი, რატომ შეიძლება იყოს უბედური. ვიღაცას გამომართლებს, ვიღაცას არა. მე არ მითქავს, რომ პრობლემები არ იქნება და საერთოდ არ მითქავს, რომ სამოთხეში ვიქნებით. მე ვთქვი, რომ საბაზრო ეკონომიკა გვექნება მეთქი და არა სამოთხე. სამოთხე მერე, სიკვდილის შემდეგ. თუ სოციალისტი არ გახდით, თუ გახდით ჯოჯოხეთი. ხო და ამიტომ სიამდვილეში საბაზრო ეკონომიკა გვეუბნება, რომ ეს არის თავისუფალი ვაჭრობის პროცესი. ეს არის ეკონომიკა, სადაც დგას ადამიანების ნებაყოლობით ურთიერთობებზე. ხოლო საიდგან მიგვიყვანს ეს ურთიერთობა, ეს დამოკიდებულია ამ ადამიანებზე, მათ მიზნებზე. შეიძლება მიგვიყვანოს ეს შედეგი, რომ ეს მოგწონს, შეიძლება როგორც არ მოგწონს. და უბრალოდ ემპირიულად, ანუ დაკვირვებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, საზოგადოების ყველა აბსოლუტური საზოგადოება, ვინც შედარებით თავისუფალი ეკონომიკა აწყო, ისინი ბევრად უფრო სწრაფად გამდიდრდნენ, გაძლიერდნენ. მე სხვა საზოგადოები დაიპყრეს, მაგალითად, როგორც ინგლისმა გააკეთა, ნიდერლანდებმა გააკეთა. ბევრი ასეთი მაგალითი გვაქვს და არ გვაქვს არც ერთი საწინააღმდეგო. და ყველა სადაც მაგალითად თავისუფალ ეკონომიკაზე უარი თქვეს, ის საზოგადოება ჩამორჩა. მაგრამ აი დაუშვათ აი წამოგიგეთ ვინმე ეგვიპტოლოგი, რომელიც მიიჩნევს, რომ პირამიდები არის აუცილებელი საზოგადოებისთვის და დადის და ამბობს, მე ვარ ჭკვიანი ეგვიპტოლოგი, მე მაქვს დიპლომი, ასე ის, ნახეთ ეს პირამიდები რა მნიშვნელოვანია. და აგერ საბაზრო ეკონომიკა. ნახეთ საბაზრო ეკონომიკა და არც ერთი პირამიდა. ვერ დაარეგულირა თქვენმა ბაზარმაო იტყვის ეს. არც ერთი პირამიდა არ აშენებულა საქართველოში. ამიტომ ეხლა ჭირდება სახელმწიფო რეგულაციები, რომ რაიმე პირამიდა ავაშენოთ. აი ეს არის მთელი იდეა. ამიტომ
საბოლოო ჯამში ბაზარი, საბაზრო ეკონომიკა არის საბაზრო ეკონომიკა. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის მდგარი სისტემა. თავისუფალი ეკონომიკა გულისხმობს თავისუფალ ეკონომიკას. ის არ გულისხმობს, რომ თქვენ მაინდამაინც მოგეწონებათ შედეგი. შეიძლება მოგეწონოთ, შეიძლება არა. მაგრამ ერთ-ერთი რასაც პირდება თავისუფლება არის თავისუფლება. ხოლო თუ როგორ გამოიყენებთ ამ თავისუფლებას, ეს არის უკვე წინასწარ ცნობილი. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ისტორია არის ცდარი სიტყვების გამოყენება. და ამიტომ თუ თქვენ სიტყვებს სწორად გამოიყენებთ, ასეთ შეცდომებს არ დაუშვებთ. და ბოლოს რამდენიმე წუთში მოყვები კიდევ ერთ ელემენტს ამ საბაზრო ბაზარი დაარეგულირებს, საინტერესო ამბავს არის უხილავი ხელის ამბავი, რომელიც ახლოს არის ხოლმე შეიძლება საბაზრო ბაზარი დაარეგულირებს, ნაცვლად ვიღაც უხილავი ხელი დაარეგულირებსო. ეს ადამ სმითის ნაშრომში იყო გამოყენებული, სადაც ის აღწერდა, რომ თითოეული აქტორი, თითოეული ადამიანი ეკონომიკაში შეიძლება იყოს სრულიად ეგოისტურად განწყობილი და არასდროს არ ფიქრობდეს სხვა ადამიანზე, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი არიან ეგოისტები და უნდათ გამდიდრდნენ, საბაზრო ეკონომიკაში გამდიდრების ერთადერთი შესაძლებლობა არის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს სხვა ადამიანის ინტერესები. მხოლოდ ამ შემთხვევაში ის გადაგიხდის მეტ ფულს. ამიტომ ვინაიდან ხალხი რომ ადამიანები არიან უკიდურესად ეგოისტები, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავის გამდიდრებაზე, ეს ნიშნავს, რომ საბაზრო ეკონომიკაში ის იზოლებულები ხდებიან, იფიქრონ სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე. მხოლოდ ასე იშოვიან ისინი ფულს და ადამ სმითი ამის მაგალითს ხსნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ადამიანი მარტო თავის თავზე ფიქრობს, საბაზრო ეკონომიკა უბიძგებს მას, ანუ ეს წესრიგი ვაჭრობის არსი იმაშია, რომ შენ სხვა ადამიანს რაღაც ისეთი შესთავაზო, რაც იმ სხვა ადამიანს სჭირდება და ამით საზოგადოება მდიდრდება. ხოდა აქ იყო ეს გამოყენებული ეს უხილავი ხელი. მეტი არაფერი. ერთხელ იყო გამოყენებული. სიამოვნებაში რამდენად ჩვენ ვიცით სხვა ნაშრომებიდან, ადამ სმითი საერთოდ ამაში გულისხმობდა ღმერთის ხელს. ანუ ღმერთმა ისეთი წესრიგი შექმნაო ჩვენ სამყაროშიო დაახლოებით ეს, სადაც ადამიანები როგორც ეგოისტები იყვნენ, მაინც საბაზრო ეკონომიკაში საერთო კეთილდღეობის ზრდას უწყობენ ხელს. ეს არის იდეა. მაგრამ ნუ ეხლა ხალხმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ადამ სმითის ამბავია, არც რას გულისხმობდა ადამ სმითი, მაგრამ შინაარსობრივად იყენებენ, რომ ეხლა მოვა და უხილავი ხელი ყველაფერს დაარეგულირებს. არა, უხილავი ხელი არაფერს არ დაარეგულირებს, ეს იყო ადამ სმითის მეტაფორა, რომელიც მან გამოიყენა იმისთვის, რომ აიღწერა რაღაც რთული წესრიგი, რომელიც ადამიანებს არ ესმით და უბრალოდ გამოიყენა სიტყვა, რომელიც გავს რეგულატორს, უხილავი ხელი არ არსებობს, მაგრამ უხილავი არის. და ადამიანმა ჩათვალეს, რომ ეს რაღაც ისეთი პირდაპირ გაგებით დაიწყეს ამის გამოყენება. თუმცა საბოლოო ჯამში იდეა ყველაფერს ეს გიყვებოდით არის ის, რომ თქვენ თუ სიტყვებს სწორად გამოიყენებთ, თქვენ თუ არ ეცდებით დაამახინოთ შინაარსი და ძალადობა იქნება, საკუთრება, ენა, დედა, მამა და ასე შემდეგ. მაშინ ურთიერთგაგება იქნება გასაგები. თქვენ თუ მაგალითად ვაჭრობას დაარქმევთ ძალადობას, პრივილეგიას დაარქმევთ უფლებას, რა ვიცი, ბოროტებას, სიკეთეს და ასე შემდეგ, როგორც ორუელია, რა ვიცი, მშვიდობას, ომს და ასე შემდეგ, მაშინ ცივილიზებული ურთიერთობები ჩამოიშლება და საბოლოო ჯამში ეს იქნება უკან გადადგული ნაბიჯი. ეს არის მთელი იდეა. ამიტომ არ გამოიყენოთ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს. სისულელეა სიმართლეში ეს ფრაზა. თუ რაღაც გაინტერესებთ, თქვით, მაგალითად, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მე ჭკვიანი კაცი ვიყო მდიდარი. ოკეი, შეიძლება ეს სიმართლე იყოს, შეიძლება არა. და ჭკვიანი რო ხარ, შენ რო გვინდა შენ ჭკვიანი ხარ, ნიშნავს რომ ასეთი ხარ, ერთიც და მეორე, რომც ასეთი იყო, ნიშნავს რომ იქნები მდიდარი. რა ვიცი, შეიძლება ჭკვიანი ხარ რაღაც ფაზლების ამოცნობაში და არავის არ აღელო შენი ფაზლები მაგალითად, ხო? მაგრამ და ასე შემდეგ. ასე რომ სწორი სიტყვების გამოყენება საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ თქვენს, რომ უკეთესად გაიგოთ ის რაზე საუბრობთ და ნაკლებად მოტყუდეთ სხვადასხვა არაკეთილსიძისირი პოლიტიკოსის მხრიდან თუ რაღაც იდეოლოგიის ნიმდევრის სიტყვების შედეგად. ეგ იყო და ეგ. დიდი მადლობა, ესე იგი უკვე ღამის პირველი საათია, რომ აქ ჯერ კიდე ჩემთან ხართ. ეხლა როგორც ყოველთვის ტრადიციულად მივყვებით თქვენ კითხვებს და ვეცდები უპასუხო ყველა კითხვას. ასევე გთხოვთ დაალაიქოთ ჩემი ლაივი. ეხლა
80 ლაიქი მაქვს, ძალიან დიდი მადლობა ყველა 80 დამლაიქებელს. 91 ადამიანი გვიყურებს ლაივში, ამიტომ მადლობელი ვიქნები თუ თქვენ დაალაიქებთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ მოგეწონათ. ასევე გამოუშვით კითხვები და ვეცდები 1 საათის განმავლობაში ყველა თქვენ კითხვას უპასუხობ. მიხეილ ნოკარიშვილი მეკითხება. ეს კითხვა არის. რთული არჩევანის წინაშე ვარ ხოლმე გერმანული სწავლასა და სანდროს ლექციებს შორის. მადლობა მიხეილ თუ ჩემს სასარგებლო დაკეთებს, მაგრამ პრინციპში ჩემი ლაივები ჩაწერილია, ტელევიზიაშიც გადის, YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ და მაინდა-მაინც თუ ხე გერმანულს სწავლობ, და ეს მნიშვნელოვანია შენთვის, ისწავლე გერმანული და მე დავუბრუნდი ჩემ ლაივებს. დავწიოთ გადასახადები და მე მამაოები და ღიბიანი ოცნებისტები Land Cruiser-ებით ეგრეთ გარეშე დავტოვოთ. ხო, ეს მაგათ როცა ვამბობდით, რომ დავწიოთ გადასახადები და აი ვიღაც ბიუროკრატები დავტოვოთ იმის ფულის გარეშე. ხო, ეს იქნებოდა სწორი ფრაზა რაღაც გაგებით. დავწიოთ გადასახადები და რას იზამენ ჩვენი ღარიბი პენსიონერები? ეს იქნება მოტყუება. იმიტომ რომ სანამ ღარიბ პენსიონერებს მიადგები, ჯერ ღიპიან ბიუროკრატებს შეიძლება შეხედო და ასე შემდეგ. 5 ყველაზე მეტად სოციალისტური ქვეყანა რომელია? წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ ყველა, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, კუბა, ვენესუელა, ზოგადად სოციალიზმი თუ ის არ გულისხმობს უკიდურეს სიღატაკეს და ცივილიზაციის ჩამონგრევას, ის ხდება ძალადობრივი წესრიგი და ამიტომ ყველა ცნობილი სოციალისტური ასე ვთქვათ ქვეყნები ყველა ძალადობრივ წესრიგზე იდგა. მაგრამ ყველა ზესტი სასტიკი ალბათ კამბოჯაში იყო, მერე ჩინეთში და მერე საბჭოთა კავშირში, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი. თუმცა არც ვიეტნამი აკლებდა თავის ხალხის ხოცვაში ენერგიას და ასე შემდეგ. სანდრო, თქვენი კომენტარი გუშინდელ ლაივზე Evolution-ის გაფისულთან. პოლიტიკური პარტიები რატომ უდგანან გვერდზე? უბრალოდ გამოჩნდნენ? კი, მე მგონია რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც გაფიცულების ხარეს დგანან, არიან აფერისტი პოპულისტები. შინაარსობრივად ძალიან მარტივია, დასაქმებულები ხო უფრო მეტნი არიან, ვიდრე დასაქმებები. დასაქმებელი ერთია, ან პირობითად შეიძლება 10 კაცი იყოს მენეჯმენტში. დასაქმებულები ასობით და ათასობით ადამიანია. ამიტომ შენ უნდა ითამაშო, აი მე შრომათი კლასის გვერდზე ვდგავარ, მე ვითხოვ ღირსეულ შრომის პირობებს და ბლა 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 ბლა. აი ეს ჩვეულებრივი სტანდარტული პოპულისტი აფერისტების სიტყვათა კრებულია. რეალობაში თქვენს მოусმინათ Evolution-ის ვინც თანამშრომელის რომელიც გაფიცულია საუბარი და მე არ მგონია რომ ვიღაცა დაიჯერებდა რომ ეხლა გაფიცულების სწორ საქმეს აკეთებენ. იქნება ეს პიკეტირება თუ შიმშილობა თუ ასე შემდეგ. და ეხლა მიუხედავად იმისა რა დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ რომელიღაც მენეჯერთან თუ აქციონერთან და კომპანიის საბოლოო ჯამში ეს ამ კომპანიამ უზარმაზარი კეთილი საქმე გაუკეთა ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა, ასობით მილიონი მარტო ხელფასი გადაიხადა და რა ვიცი, მე რასაც ვაკვირდებოდი ამ სიტუაციაში ძალიან რთულია გაფიცულების ხარეს იყო იმ ფორმითაც ეს ხდება, თორე ეხლა თეორიულად შენ რომ გული შეგსტკივოდეს ვიღაც ადამიანის მიმართ, ვისაც ხელფასი დაბალი აქვს, ეს ძალიან ბუნებრივია. რო გეთქვა რომ იცი რა ბიჭებო, მე ან გოგოებო თქვენ ხარეს ვართ, მეც მინდა რომ თქვენ ხელფასი გაგეზარდოთ, მაგრამ აი პიკეტირება არ მოსულა და ლანცვაგინება არ მოსულა, ოკეი, ვითხოვდი რომ რა ვიცი, ხა ვიღაც ადამიანს იცნობ და უნდა რომ ხელფასი გაიზარდოს, რა პრობლემაა ამაში. მაგრამ აი ეს პოლიტიკოსები რო იქ მიდიოდნენ და აი ჩვენ რაღაც მინიმალური ხელფასი, ღირსეული პირობები, ბლა ბლა ბლა, ჩვენი აფერისტებიან ჩემი აზრით მეტი არაფერი, მაგრამ მთელი პრობლემა ის რომ საზოგადოებაში რაღაც დაკვეთაც კი არის ხოლმე აფერისტებზე. ზოგს უნდა რომ მოატყუებდნენ, ზოგს არ აქვს უნდა რომ გაარჩიოს მატყუარა და რადგან ის ლამაზად სიტყვებს ლაპარაკობს, ხარს უჭერს და სანამ ეს მომგებიანია აფერისტობა, მანამ იქნება პოლიტიკაში ბევრი აფერისტი. რაც რომ ისევ და ისევ ამორჩეულზეა დამოკიდებული რა პოლიტიკოსები ეყოლება ქვეყანაში. თუ ამორჩეველი ადეკვატურად აკეთებს არჩევანს, თუ ტყუილს არჩევს სიმართლისგან, თუ ის მანიპულაციას არჩევს გულწრფელი ემოციისგან, თუ ის ხარს აუჭერს აფერისტებს და ასე შემდეგ, მაშინ ქვეყანაში ნაკლები აფერისტი პოლიტიკოსი გვეყოლება და მეტი, ასე ვთქვათ, ადეკვატურობა, გამჭვირვალობა ამ პროცესის
თუ პირიქით არის, ну შეიძლება ყველა პოლიტიკოსი რაღაც მომენტში საერთოდ ყველა აფერისტი აღმოჩნდეს და ასეთი მაგალითიც არაერთი იყო არა მარტო ჩვენ ისტორიაში, ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში. ასე რომ კი, ჩვენ რეალობაში ბევრი აფერისტი პოლიტიკოსია და ჩემი აზრით ის ხალხი, რომელიც იქ დარბის და შრომით უფლებებზე ლაპარაკობს, ყველა განურჩილად აფერისტია ჩემი აზრით. ზემოგებაც მაგარი ტერმინია. ქვემოგება, კაი, ანუ და თუ მაგაზე მეტი გაქვს, ანუ ზედმეტია. ღორი ხარ. კი ბატონო დიმიტრი, ზემოგება არის საშინელი იდიოტიზმი ბოდიში ყველასთან, ვინც ამ სიტყვას ოდესმე იყენებთ. იმიტომ რომ ზემოგება რას ნიშნავს? მოგება რა ვიცი, დიდი მოგება, ხებზე კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალი მოგება. ნუ ოკეი, რამე ნორმირება არსებობს მოგების? აი, მოგება არ უნდა აღემატებოდეს 7%-ს და 8 თუ გაქვს უკვე დააშავე, აი ზემოგება ნიშნავს რაღაც აი ცუდი კონოტაცია აქვს ამას რა და ამიტომ აი არ და მოგება ძალიან კარგი სიტყვა მოგება ანუ ვაჭრობით მიღებული მოგება არის სიკეთე იმიტომ რომ ნიშნავს რომ შენ კარგად დააკმაყოფილე სხვა ადამიანების სურვილები იმდენად კარგად რომ მათ ბევრი ფული გადაგიხადეს უფრო მეტი ვიდრე სხვებს უხდიდნენ უფრო მეტი ვიდრე გუშინ გიხდიდნენ ზემოგება შინაარსობრივად დიდი მოგება ანუ უპრეცედენტო დიდი მოგება, სხვებზე უფრო დიდი მოგება. ნიშნავს, რომ ბევრი სწორი გაწყვეტილება მიიღე, ბევრ ადამიანს მოუტანე სარგებელი, ბევრ ადამიანს დიდი სარგებელი მოუტანე და ასე შემდეგ. ანუ ძალიან კარგ რაღაცაზეა საუბარი, მაგრამ ისევ და ისევ არასდროს სიტყვების გამოყენებით, როცა მოგება ექსპლუატაციასთან და ძარცვასთან გამოიყენებენ ერთად, ან ზემოგება და რაღაცებს ლაპარაკობენ, აი ამ მოგების შინაარსიც კი დეფორმირებულია და ზოგს გონია რომ მოგება ცუდია, ან ზემოგება უნდა განსაკუთრებულად დავბეგროთ. კიდე არის მაგალითად აი საშინელი აი მათგზაგზაგზე ხომ ფასნამატი. ფასნამატი ეს არის აი რომ ადამიანი რომ ამას ამბობს, აი რაღაც მინდა ხომ ჩავარტყა თავში, იმიტომ რომ რა ფასნამატი? არის ფასი. ფასი არის ფასი. რა ფასი არის ეს ფასი არის. არსად არ წერია რომ არსებობს რამე ობიექტური ფასი. ღმერთს არ გამოუგზავნია მე-11 ცნება და არ უთქვამს რომ ვაშში უნდა ხიდეს 5 ლარი. არსად არ წერია ეს. ფასი არის ვაჭრობის შედეგი. ადამიანები ვაჭრობენ და ამ ვაჭრობის შედეგად ყალიბდება რაღაც ფასი. როგორიც არ უნდა იყოს. მოგწონთ, არ მოგწონთ, უფრო მეტია ვიდრე გუშინ, ნაკლებია ვიდრე გუშინ, ფასია რა. რა არის ფასნამატი? რა სისულელია ეს ფასნამატი? არ გამოიყენოთ არასდროს ფასნამატი. სულ რაღაცაზე მეტყლებს ხოლმე ადამიანს. თუ გადასახადის სრულად გაუქმდება საჯარო მოხელეების პოლიცია ჯარი და სხვა თანხას როგორ გადაუხდეთ სახელმწიფო? ძალიან კითხვა, დავით, მე ძალიან თემატურია. პირველ რიგში დავიწყოთ რომ სახელმწიფო არ უხდის. ამაზე საუბრობდი ნიკა რომ სახელმწიფო არ არის გადამხდელი. პოლიციას ვუხდით ფულს ჩვენ. ადამიანები სხვადასხვა გზით, ზოგჯერ ნებაყოფლობით, ზოგჯერ იძულებით. სახელმწიფო კი არის იძულების წესრიგი. ამიტომ შინაარსობრივად იძულების წესრიგი ვერაფერს ვერ გადაიხდის. სახელმწიფოს არ აქვს თავისი ფული, სახელმწიფოს არ აქვს მიზნები, ნება, იუმორი, ხასიათი. ეს არის ადამიანის დამახასიათებელი სიტყვებია. აქედან გამომდინარე, შენი სიტყვა უნდა შევცვალოთ, კითხვა უნდა შევცვალოთ. თუ გადასახადები სრულად გაუქმდება, საჯარო მოხელეებს თანხას როგორ გადავუხდით ჩვენ? ანუ ვიღაც სხვა ადამიანები, არა საჯარო მოხელეები. ეხლა შემდეგი კითხვა, მოდი კიდე გავარჩიოთ შენი კითხვა. რას ნიშნავს თუ გადასახადები სრულად გაუქმდება? ანუ ეს ხო ღმერთი არ თქვის, ხო და მოდი გაუქმეთო. ეს ალბათ ვიღაც ადამიანმა უნდა თქვას, რომ მოდი არ ვაიძულოთ ერთმანეთი და არ წავართვათ ფულია, ხო? აი მაგალითისთვის, როგორ შეიძლება ნაბიჯი გადავდგათ გადასახადების შემცირებისკენ. თქვენ მიხვალთ 26 ოქტომბერს, გააფრადოთ 36-ს და მე გავაუქმებ იმპორტის გადასახადს. ამიტომ რომ გამოიწერთ Amazon-იდან რაღაც ნივთს, აღარ დაიბეგრებით. ანუ მე რას ვიზამ, კანონში ჩავწერ რაღაც წესს, რომლის შედეგად შემოსავლების სამსახური აღარ წაგართმევთ რაღაც ფულს. ოკეი. მე იყიდე შემდეგი ნაბიჯი, ხალხს მოეწონა ეს. და შემოსავლების სამსახურებმა ხო არ წაგართვათ ფული. და მე თქვი რომ აჰა, ნახეთ, მე აი ბიუჯეტში ამდენი დამრჩა და ამაზე ვხარჯავ. ხალხს მოეწონა, რაზე ვხარჯავ იმ ფულს, რომელიც ჯერ კიდე ვართმევთ, მაგალითად DGGT საშემოსავლო გადასახადით. თქვათ, ამის შედეგად კიდე დამიჭირეს უკვე 2028 წლის არჩევნებზე კიდე ხარ დამიჭირეს და გამიშთა უფრო დიდი მანდატი. თქვათ, ეხლა ვიყავით 12 დეპუტატი, შემდეგში ვართ 32. ამიტომ აქ უკვე შევეჭიდები DGG-ს მაგალითად და მოდი DGG-ს შევამციროთ და შევამციროთ თქვათ, აი გავაუქმოთ.
აღარ არის დაღეგე. ხალხს უამრავი ფული დარჩა ჯიბეში. ბიზნესი აყვავდა. და შედეგად რა ხდება? ნუ სხვა გადასახადებით ცოტა მეტი შემოვა ბიუჯეტში და შეიძლება ნაკლები ფული მაქვს თუ მეტი მაქვს, მაგრამ მე ამ ბიუჯეტს რაღაც ხარჯავ. ხალხი უყურებს, ვა, ეს სამყარო დაღეგესთი უკეთესია, დაღეგეს გარეშე უკეთესია თუ უარესი. მე რა ხდება? თუ მოსწონთ ის რაც ხდება, როგორ ფინანსდება პოლიცია, როგორ ფინანსდება ჯარი, როგორ ფინანსდება რაღაც. შემდეგ არჩევნებზე ისევ ხარს დამიჭერენ და უკვე მექნება არა 32 დეპუტატი, არამედ 92. აქ უეთყვი ხალხმა, მოდი ეს ყველა გადასახადები გავაკეთოთ, დავტოვოთ მარტო ერთი მაგალითად sales tax, ანუ გაყიდვების გადასახადი. კი ბატონო, გავაკეთე ეს, ამის უფლება ლეგიტიმაცია გქონდა. თქვა ბიუჯეტში მაქვს რაღაც თანხა, რომელიც ამ ერთი გადასახადიდან შემოდის. მე ამას ხარჯავ პოლიციაზე, ჯარზე, რაღაცებს ხარჯავ. ხალხი უყურებს ამას. და ამბობს, რომ ისა, რავი, კარგი არისო რა მოსწონს. ეხლა შემდეგი არჩევნები დგება, ერთი გადასახადი გვაქვს. პოლიცია ფუნქციონერებს, ჯარი ფუნქციონერებს, რაღაც სოციალური დახმარება გვაქვს, რაღაც გვაქვს. პირობითად დღევანდელი ფასები რა ვიღოთ, თქვა ერთი 25 მილიარდი გვაქვს ბიუჯეტში. ეს ფული იხარჯება, რაღაც ბედნიერი ვართ, ან ნაკლებად ბედნიერი. და გაჩნდა, აი მე მინარქისტი ვარ, ანუ მე ვუშვებ, რომ რაღაც ტიპის გადასახადები საზოგადოებაში იარსებებს. მაგრამ აი გაჩნდა შენერი დიმიტრი ადამიანი, просто ბოდიში დიმიტრი ნიკა შენერი ადამიანი და ამბობს, რომ ყველა გადასახადი უნდა გავაუქმოთ. ვა, და ადამიანი მეკითხება, ესე იგი, რას ამბობ, რაღაც ტიპის ზალადობა უნდა შევამციროთ საზოგადოებაში. ოკეი, მოდი. და მე შენ უნდა უპასუხო ამას, ანუ ჯერ იქ უნდა მიხვიდე, როცა აი ბოლო გადასახადზე ხარ და მარტო პოლიციის ჯარის და იმ ძირითადი ფუნქციების შენახვა დაგრჩა, რომ მე გადაწყვიტო, რას იზამ. და ნუ მე ამას ნუ მეკითხები, მე მგონია რომ ეს უბრალოდ წესრიგი შეუძლებელია, იმიტომ კი არა რომ თეორიულად შეუძლებელია, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკაში არის კერძო პოლიცია, სასამართლო ხო შეიძლება იყოს კერძო, Blackwater-ი უფრო ის არის ძლიერი ჯარი ყავს, ვიდრე ჩვენი ჯარია. ანუ თეორიულად კერძო შეიძლება ყველაფერი იყოს და არის კიდეს და ბევრი ასეთი მაგალითი არსებობს. მთელი შუა საუკუნეები კერძო ჯარი თომობდა ხალხი და მეფეები ქირაობდნენ ჯარს და საერთოდ თავის ჯარი შეიძლება არ სყოლოდათ. ანუ ასეთი მაგალითი უამრავი არსებობს. ისლანდია საუკუნეები ცხოვრობდა ცენტრალიზებული მთავრობის გარეშე. და ასე შემდეგ. ის კი არა რომ ასეთი მაგალითები არსებობს, მაგრამ მთელი ეს მაგალითი ამბობს, რომ როგორც კი შენ მიაღწევ ასეთი მაღალი ხარისხის თავისუფლებას, მე გამოჩნდება ვიღაც აფერისტი პოლიტიკოსი, რომელიც დაპირდება ხალხს სოციალურ დახმარებას, ბლა ბისმაკისნაირი, რომელიც მე ამ სისტემას უკან ააშენებს. ამიტომ ანარქისტები მიიჩნევენ, რომ მაინც შესაძლებელია თეორიულად გადასახადების გარეშე არსებობდეს სამყარო, მინარქისტები მიიჩნევენ, რომ არა ეს თეორიულად შეუძლებელია მიუხედავად რომ შენ მიაღწევ ასე წერტილს. ამიტომ ნიკა შენ თუ ანარქო-კაპიტალიზმის გჯერა და უბრალოდ ტექნიკურად არის როგორ ფუნქციონირებს პოლიცია, ამაზე უამრავი პასუხი არსებობს, როგორ შეიძლება კერძო, ანუ გადასახადების გარეშე დააფინანსო პოლიცია ჯარით თუ ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკულად ამ კითხვას უბრალოდ არანაირი შინაარსი არ გააჩნია და რომც თეორიულად წარმოვიდგინოს სიტუაცია, როცა ამ შინაარსი გაუჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა შენ უკვე ყველა ზედმეტი ფუნქცია ჩამოაშორე მთავრობას, გადასახადები დაწიე და ის სულ ბოლო ერთი გადასახადიღა დაგჭირს, რომელთაც შენ აფინანსებ პოლიციას, ჯარს, საერთო საგარეო ურთიერთობებს და სხვა ძირითად ფუნქციებს და უბრალოდ ჯახი მიდის ანარქისტსა და მინარქის შორის დებატები გავაუქმოთ გადასახადი თუ არა. და ვინაიდან ეს მდგომარეობა არა თუ ეხლა არის აქტუალური, არამედ უბრალოდ ჩემი შვილის დრო ვერ მოესწრება ალბათ ამას და მე მგონია რომ საერთოდ რთულად წარმოსადგენია ამ განვითარების დონეზე ადამიანების და ასე შემდეგ. მე ვუშვებ რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება რაღაც ზალადობა ლეგიტიმური საზოგადოებაში, როგორც ოჯახში შეიძლება სხვა ტიპის ზალადობა იყოს, მაგრამ ბავშვის მიმართ, ხო? ვიღაცა შეიძლება ჩათვალოს რაღაც ქცევა მიუღებლად, ხო? ცემა რომ ვიღაცამ შეიძლება ბავშვს რაღაცა მოვარტყა და ერთისთვის ეს იყოს დაშვებული ქცევა და მეორემ ჩათვალოს რომ ბავშვს ცემენ ამ ოჯახში. იგივე არის ეს ქვეყნები, ხო? რაღაც ტიპის ზალადობა საზოგადოებაში არის ხოლმე მიჩნეული დაშვებულად. ამიტომ რაღაც ტიპის ზალადობა შეიძლება და იქნება კიდეც დაშვებული, ამიტომ რაღაც ტიპის გადასახადები არსებობს, ამიტომ ვიღაცა თუ წუხს რომ აბა როგორ დააფინანსო ჯარიო, სულიად არაფერში არის მათ წუხილი. თუმცა თეორიულად თუ მაინდა-მაინც გონია რომ უბრალოდ შენ გინდა ვარჯიში ანარქისტულ სამყაროში, ძალიან ბევრი ასეთი ნაშრომია დაწერილი, ბევრი დაკვირვება და შემიძლია გირჩიო მიურე როდბარდის ნაშრომები, ან თანამედროვე პიტერ ლისანის, რომელიც ძალიან კარგად აღწერს, მაგალითად როგორ ყალიბდებოდა სასამართლო ცენტრალიზებული მთავრობის გარეშე, როგორ მიდიოდა ვაჭრობა
უფლებების დაცვა და ესეთ ბევრი სხვადასხვა რაღაცები. სხვათა შორის 93 ლაიქი მაქვს და სულ ცოტა დარჩა 100 ლაიქამდე. იმედია მოგწონთ დღეს ჩემი ლაივი. ფედზე რას ფიქრობ? ფედი გასაუქმებელია გიორგი როგორც ეროვნული ბანკი. უცნობად შეიძლება არჩევნებში ხმის მიცემა? კი, რა თქმა უნდა, შეიძლება. თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ, საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგეთ. ეს ეხლა შეგიძლიათ ეს გააკეთოთ და ამიტომ ჯობია წინასწარ გააკეთოთ, რამე დოკუმენტებში რამ პრობლემა რო გქონდეთ. წინასწარ ეს მოაგვაროთ და თუ საკონსულო აღრიცხვაზე არ დადგებით რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე, ასევე შეგიძლიათ მე მგონი თუ არ მეშლება 7 ოქტომბრამდე საარჩევნო უბანზე დარეგისტრირდეთ. ჩვენ საიტზე, page-ზე, Facebook-ზე არის ინსტრუქცია ამის სხვა პარტიების დებენ ამას და CSGO-საც აქვს და ჩვენ ჯგუფში კიდე დეტალური ინსტრუქცია და თუ რამე მაინც ვერ გაარკვიეთ, მოგწერეთ რამენერად და ჩემი თანამშრომელი რაღაცნაირად დაგეხმარებათ. სანდრო გამარჯობა, სალამი კახა. თქვენი აზრით უკმაყოფილო დასაქმებული ხალხის სწორი ქცევა რა იქნება? არასწორი წესრიგის პირობებში. 36-ის გაფერადების არჩევნებზე ამის გარდა. ხო, ცხადია 36-ის გაფერადება ამ არჩევნებზე თავარია, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ გააჩნია რა არის არასწორი წესრიგი. აი მაგალითად, ავიღოთ საბჭოთა კავშირი, სადაც მონურ მდგომარეობაში იყო არა კონკრეტული ადამიანი, არა მთელი საზოგადოება, ხო? თქვენ არ შეგიძლიათ მაგალითად სხვა ქვეყანაში წასვლა, ჩაკეტილი იყავით. რა ტაქტიკა შეიძლება ქონოდა ადამიანს, რომელსაც არ აქვს უფლება წავიდეს სამსახურიდან, წავიდეს სოფლიდან, იმიტომ ჩაწერის ინსტიტუტი იყო და ქალაქში წასული იყავი ამის ნებართვა უნდა აგეყო და ასე შემდეგ. რა გამოსავალი გაქვს? ასე იგი, რომ ეს ერთი სიტუაციაა. ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება მოპარო შენ დასაქმებელს და ამიტომ კომუნისტურ წესრიგში მოპარვა ჩვეულებრივ ქცევადი ქცევა არის და არ არის, ასე ვთქვათ, ამორალურად მიჩნეული. ამიტომაც ქურდი შეიძლება უფრო ავტორიტეტული და კარგი ადამიანი იყოს ვიდრე პოლიციელი კომუნისტურ საზოგადოებაში. და ასე შემდეგ. მაგრამ აი რა შეიძლება იყოს, მაგალითად ჩვენი რეალობა ვიღოთ. აქ შეიძლება სრულიად ჯანსაღი ურთიერთობა იყოს შრომითი, მაგრამ არ გქონდეთ სასამართლო, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. აქ დასაქმებულო უნდა უფრო მეტი თავის თავზე აიყოს პასუხისმგებლობა, მაგალითად ნაკლებად იყოს დამოკიდებული კონტრაქტზე და უფრო იმაზე იფიქროს, რომ მაგალითად დანაზოგი კონდეს და სხვადასხვა მხრივ გადაზღვეული იყოს მოულოდნელი ქცევებისგან. წინასწარ კარგად შეთანხმდეს სხვადასხვა პირობებზე. არა იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, სასამართლოში მე კონტრაქტით რაღაცას დაიცავს, ან დაიცავს, ან არ დაიცავს, მაგრამ ასეთი ტიპის გარკვეული ურთიერთობები ნაკლებ რისკებს აჩენს, რომ რაღაც პრობლემა შეიქმნას და ასე შემდეგ. ანუ გააჩნია რაში მდგომარეობს წესრიგის არასწორობა. ხო და აქედან გამომდინარე მე უნდა ამაზე ინდივიდუალურად უპასუხო. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე კარგი დაცვა დასაქმებულის ზოგადად არის მაღალი კომპეტენცია. ანუ მე უბრალოდ არ მინახავს, არ შემხვედრია სიტუაცია, როცა მაღალი კომპეტენციის ადამიანი, რომელიც კომპეტენცია არა ზოგადად რომ რაღაც პრიმიტიულ საქმეს მაგრა აკეთებს, შეიძლება არავის არ ჭირდებოდა შენი კომპეტენცია, არამედ მართლა მოთხოვნადი რაღაც რო იცი. აი რთულად წარმოსადგენია, რომ ძალიან მაღალ კვალიფიცირებული ფინანსისტი დარჩება უმუშევარი. რთულად წარმოსადგენია, რომ ძალიან კარგი მხატვარი დარჩება უმუშევარი. ძალიან რთულად წარმოსადგენია, კარგი ექიმი დარჩება უმუშევარი. და ასე შემდეგ. სინამდვილეში ყველაზე კარგი დაცვა არის შენი კომპეტენციის ამაღლება, შენი мотиваციის იმგვარად შენარჩუნება, რომ სულ სარგებელი მოგქონდეს განსაკუთრებული დასაქმებლისთვის და მაშინ მას ექნება სტიმული, რომ შენ შეგინარჩუნოს და სულ შენზე იზრუნოს. ზოგადად ყველა დასაქმებელი ასე იქცევა იშვიათი დებილების გარდა, იმიტომ რომ მე ისინი კოტრდებიან. რომ სინამდვილეში როგორც იმის წინა ლაივში ყვებოდი, შეიძლება დასაქმებელს საერთოდ არ მოსწონდეს პირადად ვიღაც ადამიანი, მაგრამ თუ ის ხვდება, რომ ამ ადამიანზე დგას მისი ბიზნესის წარმატების დიდი ნაწილი, ის ეცდება, რომ ეს ადამიანი შეინარჩუნოს. ასე რომ საუკეთესო დაცვა საბოლოო ჯამში გადის მაინც კვალიფიკაციაში. თუმცა არსებობს იმგვარი არასამართლიანი წესრიგები, სადაც შეიძლება არავის არ აღელოდოს შენი კვალიფიკაცია. და აი როგორც კომუნიზმის დროს იყო შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს ვიღაცა რაღაც მოპარო და იმიტომ რომ შენ კი ძარცვავენ და ვინც შენ გძარცვავს იმას რომ მოპარავ, ამაში დიდი მორალური პრობლემა არ არის. ობიექტურად მაინც არსებობს რეგულატორი, უბრალოდ მან ისაა მთავარი, რომ მას არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს და ეს არ ვიცი რაზე საუბრობს. ყველა ეს ობიექტური ზედმეტია.
მაგალითად სტუდენტები რომ მეუბნებოდნენ რომ აი თქვენ ობიექტურად აფასებთ რაღაც ნაშრომებს მაგალითად მე ვაყოლ მე არ აფასებ არავის ობიექტურად მე ყოველს ვაფასებ სუბიექტურად რომ ობიექტური შეფასება არის ოქსიმორონი აი შეუძლებელია რომ ობიექტური ნიშნავს რომ ადამიანისგან დამოუკიდებელი მაგალითად ობიექტური შეფასება ჩემი შრომის შეიძლება გააკეთოს ღმერთმა ანუ ადამიანს რაღაც უსხოპლანეტელმა მაგრამ ადამიანი რო აფასებს ჩემს შრომას ის ყოველთვის სუბიექტური იქნება ამიტომ შეფასება ობიექტურია სასაცილოდ გამოიყურება ეს სიტყვათა წყობა და ზოგადად როცა ადამიანი გამოხატავს საკუთარ აზრს სიტყვა ობიექტური სულიად ზედმეტია ანუ ამ შემთხვევაში გიორგი შეიძლება ეთქვა რომ არსებობს რეგულატორი საერთოდ არსებობს რეგულატორი. ნუ ოკეი, შეიძლება არსებობს, შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ თუ დააზუსტებ და რას გულისხმობს, გავიგებდი, მაგრამ ობიექტურად მაინც არსებობს, ეს რაღაც ესეთი სასაცილო შესავალია, იმიტომ რომ უკვე ხვდები რომ რაღაც დამატებითი მნიშვნელობა უნდა გიორგის ამ შემთხვევაში შეძინოს ამ ფრაზას, რომ გიორგის აზრად კი არ არსებობს, აი ზოგადად არსებობს, აი ჭეშმარიტ ბიბლიაში წერია. ხო და არა, ნუ ადამიანი რო თავის აფიქსირებს, ის ყოველთვის სუბიექტური აზრია, ამიტომ მის მიმართ სუბიექტური ან ობიექტურის გამოყენება უფრო ზედმეტია. იგულისხმება რომ სუბიექტურია, იმიტომ რომ მისი ადამიანის აზრია. შეიძლება ის აღმოჩნდეს სწორი ან არასწორი, მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს, მაგრამ ის მაინც ასე ვთქვათ სუბიექტის მიერ არის გამოვლენილი. აქედან გამომდინარე ჩვენ როცა ვამბობთ ხოლმე რომ ადამიანს მოსწონს რაღაც აზრის ამბობს რომ ის ობიექტური შეფასებაა. როცა არ მოსწონს ამბობს რომ სუბიექტური შეფასებაა. აი მაგალითად საჯმა სუბიექტურად შეაფასა რა ვიცი სპორტსმენის ქცევა და საჯმა ობიექტურად შეაფასა სულიად სხვა დატვირთვა აქვს, ხო? სინამდვილეში ორივე შემთხვევაში პირველიც და მეორეც უბრალოდ უნდა გეთქვათ, საჯმა შეაფასა. რაღაცნაირად ასე თუ ისე, მაგრამ როცა ადამიანს მოსწონს შეფასება, სხვის, ის ამას ობიექტური შეფასება იყო. იმიტომ რომ ობიექტურ სიტყვას ისევ დეფორმირება ხდება შინაარსის. ობიექტური რაღაც კარგია, მომწონს ასევე კარგია და ამიტომ იმისაც თქვა მომწონს შეფასებაო, ამბობ ობიექტური იყო. იმისაც თქვა რომ არ მომწონს შეფასება, ამბობ სუბიექტური იყო და გეგონება შენ თავს ჩამოაცილე ეს პასუხისგებლობა, იმიტომ რომ თუ ამბობ რომ შეფასება ობიექტური იყო, არა მარტო შენ მოგწონს, არამედ ზოგადად სწორია, ანუ სამყარო ემთხვევა სამყაროს სისწორე დაემთხვევა შენ სურვილებს. და როცა ამბობ რომ სუბიექტურია, ამბობ რომ არა მხოლოდ შენ არ მოგწონს, არამედ ზოგადად არასწორია და სამყარო ასე ვთქვათ აკრიტიკებს ახლა შენ ფასებელს. ასე რომ არ გამოიყენოთ სიტყვა ობიექტური, სულიად ზედმეტი სიტყვა. ხო, კი, ხო, ზოგადად მადლობა ის ლაშას მოეწონა ის რომ 64 ში მოხდები თუ სოციალისტი არ ხარ, კი, სოციალისტები ვერ ხვდებიან 64-ში, იმიტომ რომ სოციალისტები შურით სავსე ხალხია, ბოროტ იდეებს ავრცელებენ. შეიძლება არც ეს მითე ისე ავრცელებენ, მაგრამ მე რა მოხდა რომ ვინ თქვა რომ ბოროტება თუ ჩადიხართ, იმიტომ რომ არ იცოდით რა შვებოდით. მაინც გეპატიებათ. ასე რომ სოციალისტებით არის გატენილი ჯოჯოხეთი, მე მგონი მთავარი პრობლემა ჯოჯოხეთის არის რომ სულ სოციალისტებით არის და სხვა ვიღაც უბრალოდ ცუდი ხალხი იმდენად ანგელოზები ჩანან სოციალისტებთან როგორც წესი, ჩვეულებრივი მკვლელი, სერიული მკვლელი ვიღაცას ვერ დაუახლოვდება სტალინს ან ვიცი მაო ძედუნს ან სხვა მკვლელებს, რომლის სოციალისტებს, რომელსაც მილიონები ყავს ამოხოცილი. ასე რომ კი სოციალისტების ჯოჯოხეთში იხარშებიან სპეციალურად ყველაზე სასტიკი გზით ქვაბში. სოციალისტურ ქვაბში. და ლაიქეთ, სხვადასხვა რამდენი ლაიქი ავედით ასამდე? 98 ლაიქია ხალხი, იქნება 1-2 ლაიქიც და შენი იქნება. სანდრო ცოლი გეძახის, არ მეძახის ცოლი სხვადასხვა ამ ჩატში არის. და ამიტომ თუ რამე უნდა მომწერდა. ან ისედაც მეტყოდა, არც ისე შორს არის. ეს სტრიმი პრემიერს არ ნახოთ, თორე დაპირების მეოთხე პუნქტის პირამიდების აშენება იქნება. მეოთხე პური სხვადასხვა ჩვენ ბავშვი დაწერა, მეგონი შალვა იყო, მე მგონი დაწერა რომ მეოთხე პუნქტი შეიძლება იყოს რომ ქრისტიანობა გახდეს სახელმწიფო რელიგია და ძალიან სასაცილოა, მაგრამ რაღაცნაირად გავს რეალობას, იმიტომ რომ
კობახიძემ თქვას, რომ ჩვენ კონსულტაციები უნდა გავიაროთ და კონსულტაციები ვიღაცას ნახო უნდა გაიარო, ანუ ხო იმასთან არ უნდა გაიარო, შიგნით ჯგუფში ხო არ გაივლი, ესე იგი ვიღაც გარე უნდა იყოს და ვინ არის ჩვენ ქვეყანაში ისეთი, ვისაც ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ კონსულტაციები ჭირდება და საპატრიარქოს მეტი მართლა არავინ არ მომდის აზრად. ამიტომ არ არის გამოიწვული, რომ რაღაც ამდაგვარი დააბრეხონ. თან ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთლიანად გაანადგურა ჩვენი ეკლესია. ანუ ყველაზე თუ ვინმე ებრძოდა ეკლესიას ქართული ოცნებაა. თან როგორ ხდება ეს? თან ეკლესიებს აშენებენ, თან ანადგურებენ უბრალოდ. ინსტიტუციურად გაანადგურა ეკლესია ქართულმა ოცნებამ და ამიტომ ძალიან უცნაურად გამოიყურება ის, რომ ამ ვითარებაში შეიძლება ეს იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კარგი ვერსიაა და დაელოდოთ რა იქნება მეოთხე დაპირება. უხილავი ხელი ინფლაციას უფრო უხდება, უხილავი ხელი ფულს იღებს თქვენ ჯიბიდან. ნუ აი არა, უხილავი რა ძალიან გასაგები ხელია. ამ შემთხვევაში ნათია თურნავასი და ვიცი, რამდენიმე დეპარტამენტის უფროსის ტექნიკურად ისინი აკეთებენ ამას. სხვანაირად სხვა ბანკების დეპარტამენტების რაღაც თანამშრომლები ეხმარებიან. ის პოლიტიკურად ამას ყავს ივანიშვილი, კობახიძე და სხვა ხალხი მართავენ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ხილული ხელია, უბრალოდ კარგად დამალული, ასე თქვა. გიორგი რას წერა, ჩვენ თუ არ ვიაწალადებ ასეთ დაგვერვლის ბაზარით. რაღაც აი გიო არის ვიღაცა, ალბათ გიორგი ქვია. აი თელი შენი წყობაც სიტყვების სრულიად ასმოკლებულია და მე ვდახა წავიკითხავ სპეციალურად, რომ ხალხი მიხვდნენ როგორ არ უნდა გამოიყენოს სიტყვები. ჩვენ თუ არ ვიძალავდეთ, შენ გაგიადვილდება ჩვენი ძარცვა და შენ ამის უარყოფა. ასე დაგვარეგულირებს ბაზარი და უხილავი ხელი. აი ხო ხდებით, აი პირველი წინადადება რაზეა საერთოდ გაურკვეველია. და მეორე რაშვაშია ბაზარი სიტუაციასთან, როცა ერთი ადამიანი ძარცვავს და მეორე ძალადობს. ან წარმოგიდგენთ, ერთი მივარდა რაღაცას ართმევს, ვიცი, ჩანთას, მეორე ადამიანი იღებს და ცემს, ვიღაცა ცემს ძარცვას, მანამ სამ ძარცვას დაიწყოს პრევენციული მიზნებიდან და აქ რაშვაშია საბაზრო ეკონომიკა. აი ესეთი აჯაფსანდალი ტვინში ხოლმე არის ხოლმე ყველაზე კარგი გარემო იმ აფერისტი პოლიტიკოსებისთვის, რომელიც მე მოვლენ და ეტყვიან, რომ კი, ჩვენ უნდა ვიძალადოთ, თორე შენი ბაზარი ვერაფერს ვერ დაარეგულირებს და რაღაცას და მე რაღაც სისულელეს დააჯერებენ ადამიანებს და ამ სულების ფარგლებში რამე გადასახად შემოიღებენ, ამ ხალხს ვერ დაბეგრავენ და მე ეტყვიან, რომ აი ესე ევზიან უხილავი ხელის ჩავარდნებს, ამ ბაზრის ჩავარდნებს. მილტონ ფრიდმანი არ ითხოვდა ფედრეზერვის გაუქმებას, ითხოვდა, ოღონ გვიანი მილტონ ფრიდმანი ითხოვდა, მე მგონი 84 წელს აქვს პირველად ნათქვამი, ან 82 წელს. იმიტომ რომ მანამდე ისეთი კარიერა აწყობილი ქონდა, რომ ჯერ ზოგადად პოზიტიურად უყურებდა, მე მიხვდა, რომ ეს ბოროტება იყო და მაგრამ აუცილებელ ბოროტებად მიიჩნდა და ამბობდა, რომ უნდა შევზღუდოთ ეს ბოროტება და მათ შორის მისი მოგონილია ეგრეთ წოდებული მონეტარული წესი, რომელზეც რაღაცნაირად ერტყობა ინფლაციის თარგეტირება, რომელსაც ახლა ჩვენ ქვეყანაში არსებობს. მე მოგვიანებით მიხვდა, რომ ისეთი ბოროტება, რომის მოთმენაც კი არ შეიძლება და მის გაუქმებას ითხოვდა. სანდრო, გეოგრაფიულად იდეალური მდებარეობა რომელ სახელმწიფოს აქვს შენიარეთ? ალბათ ნიკოლას მეკითხები რომელ ქვეყანას, ხო? ანუ სახელმწიფო არ არის ტერიტორია, სახელმწიფო არის წესრიგი. ხოლო თუ მეკითხები რომელ ქვეყანას აქვს მდებარეობა, წარმოუდგენა არ მაქვს, გააჩნია რას ჩავთვლით. რაღაც გაგებით ისლანდიაში შეიძლება გავომართლა, მაგრამ ისლანდიაში რო ცხოვრობდა, აი უბრალოდ მანქანით ვერსად ვერ წახვალ, მეზობლები რო არ ყავს, აი ძალიან თუ სოციოპატი არ ხარ, არ მოგეწონებოდა ალბათ იქ ცხოვრება. ამიტომ მე რაღაც ქალაქში ცხოვრება მირჩენია, მიყვარს აი როცა აქტიური ცხოვრება შენსრიგლივ, ამიტომ ალბათ ევროპის ცენტრი ყველაზე ამ კუთხით კარგი ამბავია შვეიცარიისნაირი, ან კიდევ უკეთეს რამე სამხრეთ გერმანია. ბავარიაში. მე რო ვირჩევდე სად ვიცხოვრე, რაღაცა ბავარია ყველაზე ესეთი მაღალი ალბათობით იქნებოდა რაღაც მსგავსი. უბრალოდ გერმანიის წესრიგი შეიძლება თად იდეალური არ იყოს, მაგრამ გეოგრაფიულად მაგრა ასწორებს. ხო და მაგრამ გააჩნია რას შეიტან კრიტერიუმად იდეალურობის. როგორი ვიკენდი იქნება გაგრძელება F1-ის ზეიმი თუ დაბრუნდება Red Bull-ის და Max-ის დომინანტობა.
დღეს ნახე, დღეს იყო ფორმულა 1-ის პრაქტიკა იყო და რაღაც არ გამოიყურებდა Red Bull-ი განსაკუთრებულად კარგად. McLaren-ი კმაყოფილი იყო, Mercedes-ი კმაყოფილი იყო, თან McLaren-ის პილოტები უფრო ხისტი რეზინით გამოვიდნენ ტრასაზე და ფაქტობრივად იგივე დრო აჩვენა, მეგონი Piastri-მ, რაც Russell-მა. ამიტომ როგორც ჩანს, McLaren-ი ყველაზე სწრაფია და არ ამგონია, რომ მაინდა-მაინც Red Bull-ის დომინირება დასრულდეს. ყოველთვის მე არ მინდა რომ დასრულდეს Red Bull-ის დომინირება, იმიტომ რომ საერთოდ არ ვარ Red Bull-ის ფანი. მიუხედავად იმისა, თვითონ Red Bull-ს როცა საუბარი მიდის, ენერგეტიკულ სასმელზე ძალიან მიყვარს. ამ თემას არ ეხება სანდრო, მაგრამ რას ფიქრობ ისეთი არჩევნების ფორმაზე, სადაც ბიუჯეტზე მსხდომი ადამიანები არჩევნებში არ მონაწილეობენ. ეს ხო იყო იდეალურ სამყაროში, საერთოდ ხმის უფლება უნდა გქონდეთ მხოლოდ მათ, ვინც გადასახადებს იხდიან, მაგრამ ამის დადგენა დღევანდელ წესრიგში შეუძლებელია. მე რაღაც მაგალითად როცა გზებს თავრობა აშენებს, მე ხო ვიყენებ ამ გზებს, თავრობა რაღაც სერვისების სახით გადასახადებს უკან გვიბრუნებს. საჯარო სკოლები, ჯანდაცვა რაღაც შეიძლება ცუდი ხარისხის უვარგისი იყოს, არ მოგწონდეს რაღაც, მაგრამ ამის დათვლა მე რამდენი გადავიხადე და უკანამდე მივიღე ძალიან რთულია. ეხლა მე შეიძლება ვივარაუდო, რომ მე მთავრობას აშკარად უფრო მეც ვხვდი, ვიდრე აქეთ მიხდის. ახლა მილიონერი ადამიანი ნამდვილად ასე არის და სოციალურ დაუცველი ნამდვილად პირიქით უფრო მეც იღებს, ვიდრე იქეთ უხდის მთავრობას, მაგრამ ამის იდენტიფიცირება არსებულ პირობებში ძალიან რთულია, თორე პოლიტიკურად რა იქნებოდა უფრო ეფექტიანი, მაგალითად მთავრობის შეზღუდვა ბუნებრივია, როცა მხოლოდ ის ადამიანი იღებს გაწყვეტილებას, ვინც ამაში ფულს იხდის და შენ რო ხმის უფლება გაქვს და შეგიძლია სხვა დაბეგრო და შენ ამაში არაფერს არ იხდი, არ იბეგრები, არასწორ მოტივაციას აწყობს. მაგრამ დღესდღეობით ჯერ არის გაცნობიერებული, რომ დემოკრატიას აქვს თავისი პრობლემები. ჩვენ იმდენად ბევრი პრობლემები გვაქვს, რომ არ გვაქვს დრო, რომ ფილოსოფიურად შევხედოთ ზოგადად პოლიტიკურ სისტემებს და დავინახოთ ამ პოლიტიკური სისტემების პრობლემები და ნაკმოვანებები და ამიტომ ძალიან რთულია ხა საუბარი დემოკრატიის გაუმჯობესებაზე, თორე უამრავი იდეა არსებობს ამის თაობაზე, უამრავი დატესტილი ვერსიაც არსებობს. მაგალითად შეიძლება იყოს მცირედი ფასის კი ხმის მიცემის დროს პრინციპულად ცვლის არჩევნების შედეგებს. პირობითად 50 ლარი რო ღირდეს უბანზე შესვლა, სულ სხვა შედეგი დადგებოდა ჩვენ არჩევნებზე. უამრავი ადამიანი, ვისაც საერთოდ არ აღელვებს რა ხდება ქვეყანაში და ისინი არ წავიდნენ არჩევნებზე და კონფორმისტები საერთოდ ყველაზე ცუდი ამორჩეველი, იმიტომ რომ კონფორმისტებს არაფერი არ აღელვებს. დადის და უმეტესად აძლევს ხელისუფლებას. იმიტომ რომ კონფორმისტია რა, რაც ხდება, ის ხდება. ამიტომ უამრავი გზა არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით უბრალოდ ვერც მივაღწიეთ იქამდე, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ფილოსოფიურად რაღაც სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც არა მარტო რაღაც გადასახადებს ან პენსიებს ეხება, არამედ ზოგადად წესრიგს აღწერს. დღეს ყველაფერში გეთახმები სანდრო. დიდი მადლობა. მე ისეთ წესრიგზე რას თქვით, ვინც ეს ერთმანეთში ლაპარაკებით. რას ქვნით ჩვენ როგორც ქვეყანა? რითი ვაჭობთ? რას არა ეგ ბევრია. ეს ვერ გავიგე, მაგრამ რა ვიცი, შედი საქსტაძე და ნახავთ როგორც ქვეყანა რა უამრავაცას ქვნით ალბათ თუ ეს რას ვაწარმოებთ. ვაშლიდან დაწყებული IT მომსახურებით, ვაჭრობთ, ტურისტებს ვემსახურებით, წიაღისეული მოპოვებით ვარ დაკავებული. უამრავი ეკონომიკა, როგორც ეკონომიკა, ჩვენზე ბევრად უკეთესებიც არსებობენ და ბევრად უარესები. სანდრო, შენზე მაგარი ეკონომისტი არის კიდევ? რა ვიცი, ცხადია არის კონსტიტუციაში. დიდი ბედნიერება იქნება, რომ მოდესმე გავაკეთე იმის ნაწილი მაინც, რაც გააკეთებული აქვს, მაგალითად, იგივე მილტონ ფრიდმანს ან ფრიდრიხ ჰაიეკს და ასე შემდეგ. მაგრამ მადლობა თუ მოგწონს ის, რასაც მე ვყვები. ობიექტური მორალი არსებობს? არა, ობიექტური მორალი არ არსებობს. ძალიან სასაცილო იქნება, რომ არსებობდეს. ანუ მორალური ნორმები ინდივიდის მორალია. მე ბუნებრივია უნდა მჯეროთ მორალი თუ მაქვს, მე მჯერ არის სწორი და არასწორი, ამიტომ ჩემთვის ძალიან გასაგები იქნება რა არის სწორი და არასწორი, მაგრამ მე ვერანაირად ვერ დავამტკიცე, რომ ჩემი წარმოდგენის სწორზე და არასწორზე აუცილებლად სწორია პრინციპის დონეზე და
უნდა იყოს იგივენარი სხვა ადამიანები, როგორც სხვა ადამიანებს აქვს. ამ პირიქით სხვა ადამიანს უნდა გქონდეთ ისეთი, რომელიც მე მაქვს. არა, ასეთი რაღაცა ამის დამტკიცება უბრალოდ შეუძლებელია. მორალი არის ჩვენი ინდივიდების წარმოდგენები სწორზე და არასწორზე. ჩემი წარმოდგენა სწორზე და არასწორზე დამოკიდებულია ჩემზე, ინდივიდზე. ინდივიდუალურია და ვიდრე ინდივიდუალური ამას პროგრესულად წახითხულეს სუბიექტურს. სუბიექტური და ობიექტური ისევ და ისევ ძალიან ცოტა გარემოა, სადაც ეს შეიძლება გამოიყენოთ. და ასე ხარს კი მახსენდება, სადაც შეიძლება გამოიყენოს სიტყვა ობიექტური და სუბიექტური. უმეტესწილად ეს არის ჩამონაცვლებელი მომწონს არ მომწონს ამბავის. მაგრამ ხო, თუ მეკითხები ობიექტურ მორალზე, თეორიულად მე მხოლოდ ჯერა რომ ღმერთი არსებობს და სავარაუდოდ ღმერთის მიერ ბოძებული რაღაც წესები უნივერსალურია სამყაროსთვის. მაგრამ ჩემი რწმენის საკითხია და მე ასევე მესმის რომ სხვა ადამიანები სხვანაირად უყურებენ ამას და მათ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ მორალზე. ამიტომ მე არ მაქვს მექანიზმი დავადგინო რომ რა არსებობს რაღაც უნივერსალური მორალი ყველასთვის. მიუხედავად იმისა რომ მე მჯერა რომ რაღაც ტიპის ნორმები ასეთები არის. სალამი სანდრო, ბარკალაეს მანქანებზე რამე გაარკვიეთ? არა, არაფერი არ გამირკვევია. მერაბის კითხვაა და მეგონი ბოლო კითხვაა და ნელა დავასრულებ. ჩემი კითხვა რომ დავაზუსტო. არა იმათ ხმის უფლებაზე ვამბობ, ვინც გადასახადს ხდის, არამედ იმაზე, ვინც ამ გადასახადს იღებს, ანუ ბიუჯეტიდან იღებს ფულს და მისი мотиваცია ყოველთვის ამ შემოსავლის შენარჩუნებაა. ხო და პრობლემა რაში ეცი მე რა, მაგალითად ავიღოთ TSU-ს პროფესორი. ტექნიკურად TSU-ს პროფესორი იღებს ბიუჯეტიდან ფულს, მაგრამ სამსახურია, ხო? ანუ შენ რომ ზუსტად იცოდე რომ ადამიანი ის მუშაობს, ის შეიძლება არც არ განსხვავდებოდეს, რა ვიცი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორისგან. შეიძლება ორივე ქნიდეს ერთნაირ დოვლაც და ერთნაირად კარგად მუშაობდეს და როგორ შეიძლება ეს თქვა რომ ამას უფლება აქვს და ამას არ აქვს. ესე იგი შენ უნდა მიაღწიო იმას რომ ყველა მთელი საკუთრება კერო საკუთრება იყოს, ყველა სამუშაო ადგილი კერო სექტორში იყოს და ძალიან მცირე ადამიანი იყოს დასაქმებული ბიუჯეტის სფეროში. მაგრამ მეორე მხრივ ჯარისკაცს რატომ როგორ არ უნდა მისცე ხმის უფლება რა, მაგრამ ის ხო ბიუჯეტიდან იღებს ფულს. ან ელჩი მაგალითად ისიც ბიუჯეტიდან მიიღებს ფულს. ამიტომ თავისთავად ბიუჯეტიდან რო იღებ ფულს ეს არ ნიშნავს რომ ხმის უფლება უნდა წაგართვა. მაგრამ აი სოციალურად დაუცველი რო ხარ და არც მუშაობ და უბრალოდ ფულს იღებ, ეს ლეგიტიმური იქნებოდა შენი კითხვა, მაგრამ ესეც კი ძალიან რთულია გააკეთო არსებულ ვითარებაში, არსებულ წესრიგში. ამიტომ არა, მეგონი ამ სიტუაციაში ამაზე საუბარი მაინც რთული იქნება. დიმიტრის მოეწონა ჩემი ლაივი, დიდი მადლობა. ზოგადად ყველას დიდი მადლობა, ვინც მიყურებდით. იმედია 100 ლაიქი დაგროვდა, 112 ლაიქი დაგროვდა. უღრმესი მადლობა 112 ადამიანს. და ამით დავასრულებ. არ დაგავიწყდეთ რომ ყოველ სამშაბათს და პარასკევს მე გესაუბრებით პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე. ყველას დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ აი ამ შუაღამეს. მადლობა, ვინც მე რეალაიქებთ. თუ რამე კომენტარები შენიშვნები გაქვთ, ასევე გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. YouTube უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს ამ ჩემ ლაივს და მეც ინტერესით წავიკითხავ ხოლმე თქვენ შენიშვნებს, ან რჩევებს, ან თუნდაც ქებას ამაზეც დაგალაიქებთ საპასუხოდ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და შემდეგ შეხვედრამდე.